სწორედ ახლა, ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული შედგება დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან. ეს არის 7, რომლის შემდეგ 27 ნული მოდის. თითოეული ამ ატომიდან შედგება ელექტრონებისგან, რომლებიც ბირთვის გარშემო ბრუნავენ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენს გონებას შეძრწუნებს. ეს ელექტრონები არ არიან იქ, სადაც ფიქრობთ, რომ არიან. ისინი არ არიან ერთ კონკრეტულ ადგილას. ფაქტობრივად, სანამ არავინ უყურებს მათ, ისინი ყველგან არიან ერთდროულად. და როცა ვიღაც ან რაღაც ცდილობს დაადგინოს, სად არიან ისინი ზუსტად, ისინი უცებ ირჩევენ ერთ პოზიციას. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელმაც ფიზიკოსების მთელი თაობები გააგიჟა. სად ქრება ყველა დანარჩენი შესაძლებლობა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მთელი რეალობა, ყველაფერი, რასაც ხედავთ და ეხებით, არის მხოლოდ ერთი შესაძლო ვერსია უსასრულო რაოდენობის პარალელური რეალობებიდან. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი მოძრაობა, ბლი მოძრაობა, ყოველი დაკვირვება ქმნის ახალ სამყაროებს, სადაც ყველა სხვა შესაძლებლობა ხორციელდება. ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ინტერპრეტაცია იმისა, რასაც კვანტური მექანიკა გვიჩვენებს. და ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი ვერსია არის სწორი. 1927 წელს ბრიუსელში, მეხუთე სოლვეის კონფერენციაზე, მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე გონებები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ რაღაც, რაც ფიზიკის საფუძვლებს ანგრევდა. ალბერტ აინშტაინი, ნილს ბორი, ვერნერ ჰაიზენბერგი, ერვინ შრედინგერი, ყველა ისინი იყვნენ იქ. და ისინი კამათობდნენ არა რაიმე მცირე დეტალზე, არამედ რეალობის თავად ბუნებაზე. აინშტაინი, ადამიანი, რომელმაც ჩვენ აჩვენა, რომ დრო და სივრცე ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ადამიანი, რომელმაც ჩვენ მისცა რამბლამაც m-ციქვარმა, ამტკიცებდა, რომ ახალი კვანტური თეორია არასრულია. მისი ცნობილი ფრაზა იყო: ღმერთი არ თამაშობს გამათელს სამყაროსთან. მაგრამ ბორი და სხვები ამტკიცებდნენ რაღაც უფრო შემაშფოთებელს, რომ რეალობა ფუნდამენტურად არის ალბათური, არა დეტერმინისტული. დღეს, თითქმის 100 წელს შემდეგ, ეს კამათი არ არის დასრულებული. პირიქით, ის გახდა უფრო ინტენსიური. რადგან ყოველი ახალი ექსპერიმენტი, ყოველი ახალი აღმოჩენა კვანტურ ფიზიკაში ხდის ამ პარადოქსს უფრო ღრმა და უფრო შემაშფოთებელს. და ცენტრში დგას ერთი მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური კითხვა. რა ხდება მატერიასთან, როცა ჩვენ ვაკვირდებით მას? 1924 წელს ფრანგ ფიზიკოს ლუი დე ბროილს ჰქონდა იდეა, რომელიც ფიზიკის ისტორიას შეცვლიდა. მან თქვა: თუ სინათლე, რომელსაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ტალღაა, შეიძლება იქცეოდეს როგორც ნაწილაკი, მაშინ რატომ არ შეიძლება ნაწილაკებმა, როგორიცაა ელექტრონები, იქცეონ როგორც ტალღები? ეს იყო რადიკალური იდეა. მატერია, რომელსაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ კარი და კონკრეტულია, შეიძლება ჰქონდეს ტალღური ბუნება. და ამ იდეამ გახსნა კარი ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ყველაზე ზუსტ თეორიაზე, რომელიც ოდესმე შეიქმნა კვანტურ მექანიკაზე. მაგრამ რა ნიშნავს ეს რეალურად? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგდებთ ქვას წყალში. ტალღები ვრცელდება ყველა მიმართულებით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ელექტრონი არის როგორც ეს ქვა და როგორც ტალღები ერთდროულად. როცა ელექტრონი მოძრაობს, ის არ მოძრაობს როგორც პატარა ბურთი ერთი კონკრეტული ტრაექტორიით. ის ვრცელდება როგორც ტალღა, რომელიც მოიცავს ყველა შესაძლო გზას ერთდროულად. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის მათემატიკური აღწერა იმისა, რაც რეალურად ხდება. 1926 წელს ავსტრიელმა ფიზიკოსმა ერვინ შრედინგერმა შექმნა განტოლება, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება ეს კვანტური ტალღა დროში. შრედინგერის განტოლება გახდა კვანტური მექანიკის საფუძველი, მაგრამ ამ განტოლებამ გამოავლინა რაღაც ძალიან უცნაური. ის არ გვეუბნება, სად არის ნაწილაკი. ის გვეუბნება, სად შეიძლება იყოს ნაწილაკი, რა ალბათობით. ნაწილაკი არ არის ერთ კონკრეტულ ადგილას. ის არის ეგრეთ წოდებული სუპერპოზიციაში. ის არსებობს ყველა შესაძლო ადგილას ერთდროულად, თითოეული განსხვავებული ალბათობით. აქ იწყება რეალური პრობლემა. რადგან როცა ჩვენ ვცდილობთ გავზომოთ, სად არის ელექტრონი, როცა ვაკვირდებით მას, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მას ერთ კონკრეტულ ადგილას, არა ყველგან ერთდროულად, არა გაფანტულ სივრცეში, არამედ აქ, ამ კონკრეტულ წერტილში. ტალღური ფუნქცია, რომელიც აღწერდა ყველა შესაძლებლობას, უცებ იშლება ერთ შედეგად. ფიზიკოსები ამას უწოდებენ ტალღური ფუნქციის კოლაფსს. მაგრამ რა ხდება ყველა სხვა შესაძლებლობასთან? სად ქრება ისინი? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ გზაჯვარედინზე. წინ თქვენ არის 10 განსხვავებული გზა, რომელსაც შეგიძლიათ აირჩიოთ. კვანტურ სამყაროში სანამ არ გადაწყვეთ, თქვენ მიდიხართ ყველა 10 გზით ერთდროულად. თქვენ არსებობთ სუპერპოზიციაში ყველა შესაძლო მომავლის. მაგრამ როცა გადაწყვეთ, როცა ზომავთ თქვენს პოზიციას, თქვენ უცებ ხართ მხოლოდ ერთ გზაზე. ყველა სხვა ვერსია თქვენი თავისა უბრალოდ ქრება, ან არა.
1927 წელს ნილს ბორმა და ვერნერ ჰაიზენბერგმა კოპენჰაგენში ჩამოაყალიბეს ინტერპრეტაცია, რომელიც გახდა სტანდარტული ახსნა ამ პარადოქსისა. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, სანამ არ ზომავთ, ნაწილაკი არ არის არსად კონკრეტულად. ის არსებობს მხოლოდ როგორც ალბათობების ღრუბელი. და როცა ზომავთ, ეს ღრუბელი კოლაფსირდება ერთ რეალობად. ყველა სხვა შესაძლებლობა უბრალოდ ქრება. ისინი არასოდეს არსებობდნენ როგორც რეალური. ისინი იყვნენ მხოლოდ პოტენციალები. მაგრამ აინშტაინი არ იყო კმაყოფილი ამ ახსნით. მისთვის ეს ჟღერდა როგორც თავის არიდება პრობლემისგან. როგორ შეიძლება რეალობა არ იყოს რეალური, სანამ ვიღაც არ უყურებს მას. 1928 წელს აინშტაინმა ბორის პოდოლსკისა და ნათან როზენის თანამშრომლობით გამოაქვეყნა ცნობილი EPR პარადოქსი. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კვანტური მექანიკა არასრულია, რომ უნდა არსებობდეს ფარული ცვლადები, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ არ ვხედავთ, მაგრამ რომელიც განსაზღვრავს, რა მოხდება, როცა ვზომავთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დებატი ფიზიკის ისტორიაში. აინშტაინი ამტკიცებდა, რომ მთვარე არის იქ, სადაც არის, მიუხედავად იმისა, უყურებს თუ არა ვინმე მას. ბორი ამტკიცებდა, რომ კვანტურ დონეზე, სანამ არ უყურებთ, არაფერი არ არის, იქ გარკვეული გაგებით. და 10 წლეულების განმავლობაში ეს იყო ფილოსოფიური დებატი. მაგრამ შემდეგ მოვიდა ექსპერიმენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. 1972 წელს ირლანდიელმა ფიზიკოსმა ჯონ სტიუარტ ბელმა შექმნა მათემატიკური თეორემა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ კითხვის ექსპერიმენტული შემოწმება. ბელის თეორემა იყო გენიალური. ის ამბობდა, თუ აინშტაინი მართალია და არსებობს ფარული ცვლადები, მაშინ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტებში უნდა დავინახოთ გარკვეული შედეგები. მაგრამ თუ კვანტური მექანიკა მართალია თავისი სრული უცნაურობით, მაშინ უნდა დავინახოთ სხვა შედეგები. და ეს შედეგები იქნება განსხვავებული, გაზომვადი განსხვავებული. პირველად ისტორიაში ფილოსოფიური კითხვა გახდა ექსპერიმენტული კითხვა. და 1972-დან დაწყებული ფიზიკოსები დაიწყეს ამ ექსპერიმენტების ჩატარება. ალენ ასპე პარიზში, ანტონ ცაილინგერი ვევენაში, ჯონ კლაუზერი ბერკლიში. ყველა მათგანმა ჩაატარა ვერსიები ბელის ექსპერიმენტისა. და შედეგები იყო ერთგვაროვანი და შეემაშფოთებელი. აინშტაინი ცდებოდა, ფარული ცვლადები არ არსებობს. კვანტური მექანიკა მართალია თავისი სრული, შეუდარებელი უცნაურობით. რეალობა რეალურად არ არის დეტერმინირებული, სანამ არ ზომავთ. ნაწილაკები რეალურად არსებობენ სუპერპოზიციაში. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ორი ნაწილაკი შეიძლება იყოს გადაჯაჭვული ისე, რომ ერთის გაზაზომვამ კისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან. აინშტაინი ამას უწოდებდა საშინელ მოქმედებას დისტანციაზე. მაგრამ ეს არის რეალობა. 2012 წელს ანტონ ცაილინგერის ჯგუფმა ვენის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს პრინციპი წაიყვანა ახალ დონეზე. მათ შექმნეს ორი გადაჯაჭვული ფოტონი, სინათლის ნაწილაკები და გაგზავნეს ისინი ორ განსხვავებულ ადგილას, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული იყო 194 კილომეტრზე. ერთი ფოტონი იყო ლა-პალმაზე, კანარის კუნძულებზე, მეორე იყო ტენერიფეზე. და როცა მათ გაზომეს ერთი ფოტონის მდგომარეობა, მეორე ფოტონი მტკიციერად იცოდა რა მოხდა. არა სინათლის სიჩქარით, მტკიციერად. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი. და ის ნიშნავს, რომ სამყარო არის ბევრად უფრო უცნაური, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. ინფორმაცია არ მოძრაობს სივრცეში. ორი ნაწილაკი არ არის ორი განცალკევებული ობიექტი, რომლებიც აცვლიან სიგნალებს. ისინი არიან ერთი სისტემის ორი ნაწილი, რომელიც არ შეიძლება გაიღოს, მიუხედავად დისტანციისა. მაგრამ ეს მხოლოდ აღრმავებს ჩვენს ცენტრალურ კითხვას. თუ ნაწილაკი არსებობს ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად, სანამ არ ზომოთ, და შემდეგ უცებ არის მხოლოდ ერთ მდგომარეობაში, სად ქრება ყველა სხვა შესაძლებლობა. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, ისინი უბრალოდ ქრება. ისინი არასოდეს იყვნენ რეალური. მაგრამ 1947 წელს ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსი ჰიუ ევერეტი სანემ შემოგთავაზა რაღაც სრულიად განსხვავებული და მისმა იდეამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული და ყველაზე ფასცინაციური თეორია მთელ ფიზიკაში. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ლაბორატორიაში. წინ თქვენ არის მოწყობილობა, რომელიც აგზავნის ელექტრონს ორი ღრეჩოს მიმართულებით. კლასიკურ ფიზიკაში ელექტრონი უნდა გაიაროს ერთი ღრეჩო ან მეორე, მაგრამ კვანტურ ფიზიკაში სანამ არ ზომავთ, ელექტრონი გადის ორივე ღრეჩოდან ერთდროულად. ეს არ არის თეორია, ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი.
ინტერფერენციის ნიმუში, რომელსაც ხედავთ ეკრანზე, შეუძლებელია ახსნას, თუ ელექტრონი არ გადის ორივე ღრეჩოდან. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დებთ დეტექტორს ერთ ღრეჩოსთან, რათა დაადგინოთ, გადის თუ არა ელექტრონი იქ. და უცებ, ინტერფერენციის ნიმუში ქრება. ელექტრონი იწყებს იქცევას როგორც ნაწილაკი, რომელიც გადის მხოლოდ ერთი ღრეჩოდან. თქვენმა დაკვირვებამ შეცვალა რეალობა. არა იმიტომ, რომ თქვენ ფიზიკურად შეეხეთ ელექტრონს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მიიღეთ ინფორმაცია მის შესახებ. ეს არის ორმაგი ღრეჩოს ექსპერიმენტი და ის ჩატარდა პირველად 1804 წელს თომას იანგის მიერ სინათლესთან და შემდეგ უამრავჯერ ელექტრონებთან, ატომებთან, თუნდაც მოლეკულებთან. ყოველთვის იგივე შედეგით. დაკვირვება ცვლის რეალობას. მაგრამ როგორ? რატომ? რა განსაკუთრებული აქვს დაკვირვებას? კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს: გაზომვის აქტი იწვევს ტალღური ფუნქციის კოლაფსს. სუპერპოზიცია იშლება. ყველა შესაძლებლობა გარდა ერთისა ქრება. მაგრამ ეს არ არის ახსნა, ეს არის აღწერა. ის არ გვეუბნება, რატომ ხდება ეს, ან როგორ ხდება ეს, ან რა ხდება დანარჩენ შესაძლებლობებთან. ჰიუ ევერეტმა, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ჰქონდა რადიკალური იდეა. მან თქვა, რატო არაფერი არ ქრება? რატო ყველა შესაძლებლობა რეალურად ხდება, მაგრამ სხვადასხვა სამყაროში? როცა ელექტრონი ირჩევს ერთ ღრეჩოს, სინამდვილეში სამყარო იყოფა ორ ფილიალად. ერთ ფილიალში ელექტრონი გადის მარცხენა ღრეჩოდან, მეორე ფილიალში ის გადის მარჯვენა ღრეჩოდან. და თქვენ დამკვირვებელი ასევე იყოფით. ერთ სამყაროში თქვენ ხედავთ ელექტრონს მარცხნივ, მეორე სამყაროში თქვენი ასლი ხედავს მას მარჯვნივ. ეს არის მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია და ის ჟღერს როგორც სუფთა ფანტასტიკა. მაგრამ მათემატიკურად ის არის სრულიად თანმიმდევრული. უფრო მეტიც, ის არ საჭიროებს დამატებით და დამატებით დაშვებებს. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია საჭიროებს ახსნას, თუ როგორ და რატომ ხდება კოლაფსი. ევერეტის ინტერპრეტაცია უბრალოდ ამბობს: შრედინგერის განტოლება ყოველთვის მოქმედებს. არასოდეს არის კოლაფსი. კოლაფსი ყველა შესაძლებლობა ხდება. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ მხოლოდ ერთ ფილიალს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ფილიალში. როცა ევერეტმა წარადგინა ეს იდეა 1956 წელს, ის თითქმის იგნორირებული იქნა. ნილს ბორი უარყოის. ევერეტის თავად მეცნიერ ხელმძღვანელმა ჯონ არჩიბალდ უილერმა თავდაპირველად მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდეგ დისტანცირდა. ევერეტმა დატოვა აკადემიური ფიზიკა და გადავიდა თავდაცვის ინდუსტრიაში. მაგრამ მისი იდეა არ მოკვდა. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად განხილული ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. არა იმიტომ, რომ ის არის ყველაზე ინტუიციური, ის არ არის. არამედ იმიტომ, რომ ის არის ყველაზე თანმიმდევრული მათემატიკურად. ის არ საჭიროებს სპეციალურ წესებს გაზომვისთვის. ის არ საჭიროებს ახსნას, თუ როგორ ხდება კოლაფსი. ის უბრალოდ იღებს შრედინგერის განტოლებას სერიოზულად და მიყვება მას, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს. მაგრამ ეს ნიშნავს რაღაცა თითქმის შეუდარებელს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ოდესმე მიიღებთ, ქმნის ახალ სამყაროებს. ყოველი კვანტური მოვლენა, რომელსაც შეიძლება გქონდეს მრავალი შედეგი, რეალურად აქვს ყველა შედეგი, მაგრამ სხვადასხვა ფილიალში. და ეს არ არის მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებები. ეს არის ყოველი ატომი, ყოველი ელექტრონი, ყოველი ფოტონი სამყაროში, ყოველ მომენტში. წარმოიდგინეთ მასშტაბი. თქვენ სხეულში არის დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომი. თითოეული ამ ატომიდან შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც მუდმივად არიან კვანტურ სუპერპოზიციაში. ყოველ მომენტში უამრავი კვანტური მოვლენა ხდება თქვენ სხეულში. თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ ყოველ მომენტში სამყარო იყოფა უსასრულო რაოდენობის ფილიალებად. და თითოეულ ამ ფილიალში არის თქვენი ვერსია, რომელიც განიცდის ოდნავ განსხვავებულ რეალობას. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად შედურწუნებს. თქვენ არ შეგიძლიათ იგრძნოთ ეს განშტოება. თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ის ხდება. რადგან თითოეული ფილიალი არის თვითშემცველი. თითოეულ ფილიალში თქვენ გაქვთ მეხსიერება მხოლოდ იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდა ამ კონკრეტულ ფილიალში. თქვენ არ გახსოვთ სხვა ფილიალები, რადგან თქვენ არ ხართ დაკავშირებული მათთან. ისინი არსებობენ, მაგრამ ისინი არიან სრულიად განცალკევებული რეალობები. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება არსებობდეს უსასრულო რაოდენობის ვერსიები თქვენი, რომლებიც მიიღეს განსხვავებული გადაწყვეტილებები, განიცადეს განსხვავებული მოვლენები, ცხოვრობენ განსხვავებულ ცხოვრებებს. და ყველა ისინი არიან თანაბრად რეალური. არ არსებობს ძირითადი სამყარო, არ არსებობს ნამდვილი თქვენ, თქვენ. არის მხოლოდ უსასრულო რაოდენობის ფილიალები, თითოეული თანაბრად ვალიდური. მაგრამ არის პრობლემა ამ იდეასთან. და ეს პრობლემა არის ის, რაც ფიზიკოსებს აწუხებს 10 წლეულების განმავლობაში. თუ ყოველი შესაძლო შედეგი ხდება,
მაშინ რატომ ხედავთ ჩვენ ალბათობებს? რატო არის ზოგიერთი შედეგი უფრო ხშირი ვიდრე სხვები? წარმოიდგინეთ, რომ აგდებთ მონეტას. კლასიკურ ფიზიკაში ალბათობა, რომ მიიღებთ თავს, არის 50%. ეს ნიშნავს, რომ თუ აგდებთ მონეტას 100 ჯერ, დაახლოებით 50 ჯერ მიიღებთ თავს. მაგრამ მრავალსამყაროს ინტერპრეტაციაში ყოველი აგდება ქმნის ორ ფილიალს. ერთში თავი, მეორეში კუდი. მაშინ რატო უნდა იყოს ერთი შედეგი უფრო ალბათური ვიდრე მეორე? პასუხი არის რაღაც, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ფილიალის წონას ან ამპლიტუდას. შრედინგერის განტოლება არ ამბობს უბრალოდ, რომ ყველა შესაძლებლობა ხდება. ის ამბობს, რომ ყოველ შესაძლებლობას აქვს გარკვეული ამპლიტუდა, გარკვეული სიძლიერე. და როცა სამყარო იყოფა, ზოგიერთი ფილიალი არის სქელი, მათ აქვთ მეტი ამპლიტუდა და ზოგიერთი არის თხელი. თქვენ როგორც დამკვირვებელი უფრო სავარაუდოა აღმოჩნდეთ სქელ ფილიალში, რადგან იქ არის მეტი თქვენი. ეს არის სუბტილური და რთული იდეა, მაგრამ ის მუშაობს მათემატიკურად. და ის ხსნის, რატომ ხედავთ ალბათობებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესაძლებლობა ხდება. მაგრამ აქ არის კიდევ უფრო ღრმა კითხვა. რა არის დამკვირვებელი ამ სურათში? კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაში დამკვირვებელი არის სპეციალური. დამკვირვებელი არის ის, რაც იწვევს კოლაფსს. მაგრამ მრავალსამყაროს ინტერპრეტაციაში დამკვირვებელი არ არის სპეციალური. დამკვირვებელი არის უბრალოდ კიდევ ერთი კვანტური სისტემა, რომელიც გადაიჯაჭვება დანარჩენ სამყაროსთან. როცა თქვენ აკვირდებით ელექტრონს, თქვენი ტვინი, თქვენი ნეირონები, თქვენი მეხსიერება, ყველა ისინი არიან კვანტური სისტემები და ისინი გადაიჯაჭვებიან ელექტრონთან. სამყარო იყოფა ფილიალებად და თითოეულ ფილიალში თქვენი ტვინის მდგომარეობა შეესაბამება ელექტრონის მდგომარეობას. ერთ ფილიალში თქვენი ტვინი ინახავს მეხსიერებას ელექტრონის მარცხნივ ნახვის შესახებ. მეორე ფილიალში თქვენი ტვინი ინახავს მეხსიერებას მისი მარჯვნივ ნახვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში არ არსებობს თქვენ როგორც ერთი უნიკალური ერთეული. არსებობს უსასრულო რაოდენობის ვერსიები თქვენი, რომლებიც მუდმივად იქმნებიან ყოველი კვანტური მოვლენით. და ყველა ისინი ფიქრობენ, რომ ისინი არიან ნამდვილი თქვენ. ყველა მათგანს აქვს უწყვეტი მეხსიერება და გრძნობა იდენტობის, მაგრამ ისინი ყველა არიან განსხვავებული ფილიალები, ერთი უზარმაზარი, მუდმივად განშტოებადი სამყაროსი. ეხლა შეიძლება ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც სუფთა სპეკულაცია. როგორ შეიძლება ოდესმე შევამოწმოთ, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი? და ეს არის სამართლიანი კითხვა. რადგან ორივე ინტერპრეტაცია, კოპენჰაგენის და მრავალსამყაროს, იძლევა იგივე პროგნოზებს ყველა ექსპერიმენტისთვის, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ. ისინი არიან ემპირიულად ექვივალენტური. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს გზა განსხვავების დასადგენად. ერთ-ერთი იდეა მოიცავს რაღაცას, რასაც უწოდებენ კვანტურ სუიციდს, აზროვნების ექსპერიმენტს, რომელიც შემოგთავაზა მაქს ტეგმარკმა MIT-დან. იდეა არის ასეთი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მოწყობილობაში, რომელიც გაკკლავთ, თუ კვანტური მოვლენა აქვს ერთ შედეგს და გიტოვებთ ცოცხალს, თუ აქვს მეორე შედეგს. თუ მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ ყოველთვის იქნება ფილიალი, სადაც თქვენ გადარჩებით. და თქვენი პერსპექტივიდან თქვენ ყოველთვის გადარჩებით, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ გაიმეორებთ ექსპერიმენტს. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ აზროვნების ექსპერიმენტი. არავინ რეალურად ატარებს ასეთ ექსპერიმენტს, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ორ ინტერპრეტაციას შორის შეიძლება იყოს განსხვავებები, რომლებიც პრინციპულად შესამჩნევია, თუნდაც პრაქტიკულად არა. სხვა მიდგომა მოიცავს კვანტური კომპიუტერების შესწავლას. კვანტური კომპიუტერები მუშაობენ სუპერპოზიციის პრინციპზე. ისინი ახორციელებენ გამოთვლებს ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად. ზოგიერთი ფიზიკოსი, როგორიცაა დევიდ დოიჩი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ კვანტური კომპიუტერების წარმატება არის მტკიცებულება მრავალსამყაროს ინტერპრეტაციისთვის. სად ხდება ყველა ეს გამოთვლა თუ არა პარალელურ სამყაროებში? მაგრამ სხვები არ არიან დარწმუნებული. ისინი ამტკიცებენ, რომ კვანტური კომპიუტერები შეიძლება აიხსნას კოპენჰაგენის ინტერპრეტაციითაც. დებატი გრძელდება. რაც ნამდვილად აშფოთებს ამ ყველაფერში არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი, არის ის, რომ ორივე ინტერპრეტაცია გვიჩვენებს, რომ რეალობა არის ფუნდამენტურად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაში რეალობა არ არის დეტერმინირებული, სანამ არ დაკვირვებულა. მატერია არ არის იქ გარკვეული გაგებით, სანამ ვიღაცა არ უყურებს მას. ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან. ის არის რაღაც, რაც იქმნება დაკვირვების აქტით. მრავალსამყაროს ინტერპრეტაციაში რეალობა არის ობიექტური, ყველა შესაძლებლობა რეალურად ხდება. მაგრამ რეალობა არ არის ერთი სამყარო. ის არის უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროები, რომლებიც მუდმივად იმივად იქმნებიან. და თქვენ არ ხართ ერთი ერთეული.
თქვენ ხართ უსასრულო რაოდენობის ვერსიები თქვენი თავისა, რომლებიც ცხოვრობენ ყველა ამ სამყაროში. ორივე შემთხვევაში ჩვენი ინტუიციური გაგება რეალობისა, რომ არსებობს ერთი ობიექტური სამყარო, რომელიც შედგება კონკრეტული ობიექტებისგან კონკრეტულ ადგილებში, არის ფუნდამენტურად არასწორი. რეალობა არის ბევრად უფრო უცნაური, ბევრად უფრო ფლუიდური, ბევრად უფრო ამბიგური, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. და ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფია, ეს აქვს რეალურ შედეგებს. რადგან თუ მატერია არ არის დეტერმინირებული, სანამ არ დაკვირვებულა, მაშინ რა ხდება, როცა არავინ უყურებს? რა ხდება სამყაროს იმ ნაწილებში, სადაც არ არის დამკვირვებლები? არსებობს თუ არა ისინი გარკვეული გაგებით? ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ სამყარო თავად არის ერთი უზარმაზარი კვანტური სისტემა, რომელიც არის სუპერპოზიციაში და მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც გადაიჯაჭვებიან დამკვირვებლებთან, ჩვენთან, ან სხვა ცნობიერ არსებებთან, ან თუნდაც უბრალოდ სხვა ნაწილაკებთან, ხდებიან რეალურები გარკვეული გაგებით. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს არის ზედმეტად ანთროპოცენტრული. რატო უნდა იყოს დამკვირვებლები სპეციალურები? რატო უნდა იყოს ცნობიერება ჩართული? შეიძლება ნებისმიერი ინტერაქცია ორ კვანტურ სისტემას შორის ითვლება გაზომბად. შეიძლება სამყარო მუდმივად აკვირდებს თავის თავს ყველა ამ ინტერაქციის მეშვეობით. მაგრამ ეს მხოლოდ აღრმავებს საიდუმლოს. რადგან თუ ყოველი ინტერაქცია არის გაზომვა, მაშინ სად არის საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის? რატომ ვხედავთ ჩვენ მაკროსკოპულ ობიექტებს, მაგიდებს, სკამებს, ადამიანებს, კონკრეტულ ადგილებში, მაშინ როცა ისინი შედგებიან ატომებისგან, რომლებიც უნდა იყვნენ სუპერპოზიციაში? პასუხი მოიცავს რაღაცას, რასაც უწოდებენ დეკოჰერენციას. როცა კვანტური სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან, ჰაერის მოლეკულებთან, ფოტონებთან, სითბურ რადიაციასთან, ის სწრაფად კარგავს თავის კვანტურ თვისებებს. სუპერპოზიცია იშლება არა იმიტომ, რომ ვიღაცა აკვირდება, არამედ იმიტომ, რომ სისტემა გადაიჯაჭვება უამრავ სხვა ნაწილაკთან. და რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო სწრაფად ხდება ეს. ეს ხსნის, რატომ ხედავთ კვანტურ ეფექტებს მხოლოდ ძალიან პატარა მასშტაბებზე. არა იმიტომ, რომ კვანტური მექანიკა არ მოქმედებს დიდ ობიექტებზე. ის მოქმედებს, მაგრამ დიდი ობიექტები ისე სწრაფად გადაიჯაჭვებიან გარემოსთან, რომ მათი კვანტური თვისებები ხდება პრაქტიკულად შეუმჩნეველი. მაგრამ პრაქტიკულად შეუმჩნეველი არ ნიშნავს არ არსებობს. პრინციპულად, თუნდაც მაკროსკოპული ობიექტი, თუნდაც ადამიანი, შეიძლება იყოს სუპერპოზიციაში. ეს უბრალოდ საჭიროებს იზოლაციას გარემოსგან ისეთ ხარისხით, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია. 1935 წელს ერვინ შრედინგერმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, რომელმაც შექმნა კვანტური მექანიკის ფუნდამენტური გიგანტოლება, წერდა წერილს ალბერტ აინშტაინს. მან აღწერა აზროვნების ექსპერიმენტი, რომელიც გახდებოდა ყველაზე ცნობილი პარადოქსი მთელ ფიზიკაში. წარმოიდგინეთ კატა კუთში. კუთში არის მოწყობილობა, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ატომს. თუ ატომი დაიშლება, მოწყობილობა ათავისუფლებს შხამს და კატა კვდება. თუ ატომი არ დაიშლება, კატა რჩება ცოცხალი. რადიოაქტიური დაშლა არის კვანტური მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ სანამ არ გაზომავთ, ატომი არის სუპერპოზიციაში. ის ერთდროულად არის დაშლილი და არადაშლილი. მაგრამ თუ ატომი არის სუპერპოზიციაში, მაშინ მთელი სისტემა, მოწყობილობა, შხამი, კატა ასევე უნდა იყოს სუპერპოზიციაში. ეს ნიშნავს, რომ სანამ არ გახსნით კუთს, კატა არის ერთდროულად ცოცხალი და მკვდარი. შრედინგერმა შექმნა ეს პარადოქსი არა იმიტომ, რომ მას ჯეროდა, რომ კატები რეალურად შეიძლება იყვნენ ერთდროულად ცოცხალი და მკვდარი. პირიქით, ის ცდილობდა აეჩვენებინა, რამდენად აბსურდულია კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, როცა მას ვცელებთ მაკროსკოპულ ობიექტებზე. მაგრამ პარადოქსი არ გაქრა. ის გახდა ცენტრალური კითხვა. სად არის საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის? რატომ არ ვხედავთ მაკროსკოპულ ობიექტებს სუპერპოზიციაში? დღეს ჩვენ ვიცით, რომ პასუხი არის დეკოჰერენცია. კატა არ არის იზოლირებული სისტემა. ის მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან, ჰაერის მოლეკულებთან, სითბურ რადიაციასთან, ფოტონებთან. ეს ინტერაქციები ანადგურებენ კვანტურ სუპერპოზიციას ისე სწრაფად, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დაკვირვება მაკროსკოპულ დონეზე. მაგრამ პრინციპულად, თუ შეგვეძლო კატის სრული იზოლაცია გარემოსგან, ის რეალურად იქნებოდა სუპერპოზიციაში. პრობლემა არის არა კვანტური მექანიკა. პრობლემა არის პრაქტიკული შეუძლებლობა იზოლაციის შესაქმნელად. მაგრამ ფიზიკოსები არ დანებდნენ. ისინი დაიწყეს სულ უფრო დიდი და უფრო კომპლექსური ობიექტების შაკენება კვანტურ სუპერპოზიციაში. 2010 წელს მეცნიერებმა ვენის უნივერსიტეტიდან შეძლეს მოლეკულის ჩაყენება სუპერპოზიციაში, რომელიც შედგებოდა 864 ატომისგან. ეს იყო უზარმაზარი მოლეკულა კვანტური სტანდარტებით და ის რეალურად იყო ორ ადგილას ერთდროულად.
2015 წელს სხვა ჯგუფმა შეძლო ბაქტერიის ჩაყენება კვანტურ მდგომარეობაში. 2021 წელს მეცნიერებმა შეძლეს ორი პატარა ალმასის კრისტალის გადაჯაჭვა და მათი ჩაყენება სუპერპოზიციაში. თითოეული ამ კრისტალიდან შედგებოდა ტრილიონობით ატომისგან. ყოველი ამ ექსპერიმენტი საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის იწევს უფრო და უფრო მაღლა. და ყოველი ექსპერიმენტი ოველი ექსპერიმენტი ადასტურებს იგივეს. კვანტური მექანიკა მუშაობს ყველა მასშტაბზე. პრობლემა არის არა თეორია, პრობლემა არის დეკოჰერენცია. ის სიჩქარე, რომლითაც სისტემა კარგავს თავის კვანტურ თვისებებს, გარემოსთან ურთიერთქმედების გამო. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად ააშფოთებს. თუ დეკოჰერენცია არის მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა, არა ფუნდამენტური, მაშინ პრინციპულად, თუნდაც თქვენ, ადამიანი, შეიძლება იყოთ სუპერპოზიციაში. თქვენი ტვინი, თქვენი ნეირონები, თქვენი მეხსიერება, ყველა ისინი შედგებიან ატომებისგან, რომლებიც ემორჩილებიან კვანტურ მექანიკას. და თუ შეიძლებოდა თქვენი სრული იზოლაცია გარემოსგან, თქვენ რეალურად იქნებოდით სუპერპოზიციაში. ერთდროულად ფიქრობდით განსხვავებულ აზრებს, იღებდით განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, განიცდიდით განსხვავებულ რეალობებს. რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენი სხეული მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. თქვენი ტვინი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ენერგომოხმარე ორგანო თქვენ სხეულში. დეკოჰერენცია ხდება ისე სწრაფად, რომ ნებისმიერი კვანტური სუპერპოზიცია თქვენს ნეირონებში ქრება მილიარდეთ წამში. მაგრამ ფაქტი რჩება, პრინციპულად საზღვარი არ არსებობს. კვანტური მექანიკა მოქმედებს ყველაფერზე. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც კიდევ უფრო უცნაური. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ატარებთ ორმაგი ღრეჩოს ექსპერიმენტს. ელექტრონი გადის ორივე ღრეჩოდან ერთდროულად და ქმნის ინტერფერენციის ნიმუშს ეკრანზე. ეხლა თქვენ დებთ დეტექტორს ერთ ღრეჩოსთან, რათა დაადგინოთ, გადის თუ არა ელექტრონი იქ. და როგორც მოსალოდნელია, ინტერფერენციის ნიმუში ქრება. ელექტრონი იწყებს იქცევას როგორც ნაწილაკი, არა როგორც ტალღა. მაგრამ აქ არის ხრიგი. რა თუ თქვენ ჩართავთ დეტექტორს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონი უკვე გაიარა ღრეჩოებს, მაგრამ სანამ ის მიაღწევს ეკრანს. ლოგიკურად ეს არ უნდა იყოს განსხვავება. ელექტრონი უკვე გაიარა ღრეჩოებს. მან უკვე გადაწყვიტა გაიაროს ორივე ღრეჩოდან ან მხოლოდ ერთიდან. მაგრამ კვანტურ მექანიკაში ეს არ არის ასე. როცა თქვენ ჩართავთ დეტექტორს, თუნდაც მას შემდეგ, რაც ელექტრონი გაიარა ღრეჩოებს, ინტერფერენციის ნიმუში მაინც ქრება. ელექტრონი იცვლის თავის წარსულს. ის გადაწყვეტს რეტროაქტიულად, რომ გაიარა მხოლოდ ერთი ღრეჩოდან. ეს არის კვანტური ლაჩრის ექსპერიმენტი და ის პირველად ჩატარდა 1982 წელს. შედეგები იყო ზუსტად ისეთი, როგორც კვანტური მექანიკა პროგნოზირებდა, მაგრამ ისინი იყვნენ სრულიად კონტრინტუიციური. როგორ შეიძლება მომავალში მოვლენამ შეცვალოს წარსული? როგორ შეიძლება ელექტრონმა იცოდეს რეტროაქტიულად, რომ თქვენ ჩართავდით დეტექტორს? პასუხი არის ის, რომ კვანტურ მექანიკაში წარსული არ არის ფიქსირებული, სანამ არ გაზომილა. ელექტრონი არ გადაწყვეტს, რომელი ღრეჩოდან გაიაროს იმ მომენტში, როცა ის აღწევს ღრეჩოებს. ის რჩება სუპერპოზიციაში. გადის ორივე ღრეჩოდან ერთდროულად, სანამ რაღაც არ გაზომავს მას. და როცა თქვენ ჩართავთ დეტექტორს, თუნდაც მას შემდეგ, რაც ელექტრონი გაიარა ღრეჩოებს, ეს გაზომვა კოლაფსირებს ტალღურ ფუნქციას უკან დროში. მთელი ისტორია ელექტრონისა, სად იყო ის, როგორ მოძრაობდა, ხდება დეტერმინირებული მხოლოდ იმ მომენტში, როცა თქვენ ზომავთ. ეს ჟღერს როგორც დროში მოგზაურობა. მაგრამ ეს არ არის დროში მოგზაურობა კლასიკური გაგებით. არავინ არ აგზავნის ინფორმაციას უკან დროში. არავინ არ ცვლის მოვლენებს, რომლებიც უკვე მოხდა. ის, რაც ხდება, არის უფრო სუბტილური. წარსული არასოდეს იყო დეტერმინირებული. ის ყოველთვის იყო სუპერპოზიციაში. და მხოლოდ როცა თქვენ ზომავთ, ის ხდება ერთ კონკრეტულ ისტორიად. 2012 წელს ფიზიკოსებმა ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაატარეს კიდევ უფრო დრამატული ვერსია ამ ექსპერიმენტისა. ისინი გამოიყენეს ფოტონები, სინათლის ნაწილაკები და შექმნეს სიტუაცია, სადაც არჩევანი იმის შესახებ, ზომავდნენ თუ არა ფოტონის გზას, კეთდებოდა მას შემდეგ, რაც ფოტონი უკვე გაიარა მთელი ექსპერიმენტული აპარატურა. და კვლავ, შედეგები იყო ზუსტად ისეთი, როგორც კვანტური მექანიკა პროგნოზირებდა. ფოტონის ისტორია გაიარა თუ არა ის ერთი გზით თუ ორი გზით. დეტერმინირდა მხოლოდ იმ მომენტში, როცა გაზომა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტონი უკვე გაიარა ყველა კრიტიკული წერტილი. ეს ნიშნავს რაღაც ფუნდამენტურს დროის ბუნების შესახებ. ჩვენც ვფიქრობთ, რომ წარსული არის ფიქსირებული, რომ ის მოხდა და აღარ შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ კვანტურ მექანიკაში წარსული არის ისეთივე ფლუიდური, როგორც მომავალი. ის არის დეტერმინირებული მხოლოდ იმ ხარისხით, რამდენადაც ის გადაიჯაჭვა დანარჩენ სამყაროსთან.
და სანამ ინფორმაცია არ არის ჩაწერილი გარემოში გაზომვის მეშვეობით, წარსული რჩება სუპერპოზიციაში. ყველა შესაძლო ისტორია არსებობს ერთდროულად. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვცელებთ ამ იდეას კოსმოლოგიურ მასშტაბებზე. სამყარო არის დაახლოებით 13 მილიარდ 800 მილიონი წლის. სინათლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შორეული galaktikებიდან, დაიწყო თავისი მოგზაურობა მილიარდობით წლის წინ. ზოგიერთი ამ ფოტონებისთვის მათი მოგზაურობა დაიწყო მაშინ, როცა სამყარო იყო ბევრად უფრო ახალგაზრდა, ბევრად უფრო ცხელი, ბევრად უფრო მკვრივი. ეს ფოტონები მოგზაურობდნენ სივრცეში მილიარდობით წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ მიაღწიეს დედამიწას და შევიდნენ ჩვენს ტელესკოპებში. მაგრამ აქ არის კითხვა. რა იყო ამ ფოტონების ისტორია, სანამ ჩვენ არ გავზომეთ ისინი? კვანტური მექანიკის თანახმად ისინი იყვნენ სუპერპოზიციაში. ისინი მოგზაურობდნენ ყველა შესაძლო გზით ერთდროულად. ისინი ურთიერთქმედებდნენ ყველა შესაძლო ობიექტთან, რომელსაც შეხვდნენ. და მხოლოდ როცა ჩვენ გავზომეთ ისინი, როცა ისინი შევიდნენ ჩვენს დეტექტორებში, მათი მთელი ისტორია, მათი მთელი მილიარდწლიანი მოგზაურობა კოლაფსირდა ერთ კონკრეტულ ტრაექტორიად. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გაგებით ჩვენ დამკვირვებლები აქ დედამიწაზე 2026 წელს ვქმით წარსულ სამყაროსი, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმით სამყაროს თავად. სამყარო არსებობდა, მაგრამ მისი კონკრეტული ისტორია, რომელი ფოტონი რომელი გზით მოგზაურობდა, რომელი ატომი როგორ ურთიერთქმედებდა, არ იყო დეტერმინირებული, სანამ ჩვენ არ გავზომეთ. ჯონ არჩიბალდ უილერი, ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი, რომელმაც მოიფიქრა ტერმინი შავი ხვრელი, უწოდა ამას მონაწილე სამყაროს პრინციპს. ის ამტკიცებდა, რომ სამყარო არ არის უბრალოდ იქ, რომ არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან. ჩვენ დამკვირვებლები ვართ მონაწილეები სამყაროს შექმნაში. ჩვენი დაკვირვებები, ჩვენი გაზომვები, ჩვენი ურთიერთქმედებები სამყაროსთან არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო ხდება რეალური. ეს არ არის მისტიკა, ეს არ არის იდეა, რომ ჩვენი აზრები ქმნიან რეალობას. ეს არის უფრო სუბტილური. რეალობა არ არის ფიქსირებული, დეტერმინირებული ფაქტი. ის არის პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება ინტერაქციების მეშვეობით. და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ვართ ნაწილი ამ პროცესისა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. თუ დაკვირვება ქმნის რეალობას, მაშინ რა იყო სამყარო, სანამ არ იყვნენ დამკვირვებლები? კვირვებლები. სამყარო არსებობდა დაახლოებით 9 მილიარდი წლის განმავლობაში, სანამ დედამიწაზე გაჩნდა პირველი ცხოველები, რომლებსაც შეეძლოთ რაიმე გაგებილ და დაკვირვება. და კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი, სანამ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ექსპერიმენტების ჩატარება და გაზომვები. რა იყო სამყარო ამ მთელი დროის განმავლობაში? კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის ზოგიერთი ვერსია ამბობს, სამყარო იყო სუპერპოზიციაში, სანამ არ გაჩნდნენ დამკვირვებლები. მხოლოდ როცა გაჩნდა ცნობიერება, სამყარო კოლაფსირდა კონკრეტულ ისტორიად. მაგრამ ეს ჟღერს აბსურდულად. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება არის რაღაც ფუნდამენტური ფიზიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რეალობა. და ეს ნიშნავს, რომ სამყაროს მილიარდობით წლის ისტორია არ იყო რეალური, სანამ ჩვენ არ გავჩნდით, რათა დაგვეკვირვებინა. სხვა ვერსია ამბობს, ნებისმიერი ინტერაქცია ითვლება გაზომვად. არ არის საჭირო ცნობიერი დამკვირვებელი. როცა ფოტონი ურთიერთქმედებს ატომთან, ეს არის გაზომვა. როცა ორი ნაწილაკი ეჯახება, ეს არის გაზომვა. სამყარო მუდმივად აკვირდება თავის თავს. უამრავი ინტერაქციის მეშვეობით. და ეს ინტერაქციები ქმნიან კლასიკურ რეალობას, რომელსაც ჩვენ ხედავთ. მაგრამ ეს მხოლოდ გადადებს პრობლემას. რადგან თუ ყოველი ინტერაქცია არის გაზომვა, მაშინ როდის ხდება კოლაფსი? როცა ორი ნაწილაკი ურთიერთქმედებენ, ისინი გადაიჯაჭვებიან. ისინი ხდებიან ერთი კვანტური სისტემა. და ეს სისტემა, როგორც მთლიანობა, ჯერ კიდევ შეიძლება იყოს სუპერპოზიციაში. მაშინ როდის ხდება კოლაფსი? როცა სამი ნაწილაკი გადაიჯაჭვება. 10 მილიონი, სად არის საზღვარი? მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია გვთავაზობს განსხვავებულ პასუხს. არასოდეს არის კოლაფსი. სამყარო ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სუპერპოზიციაში. ყველა შესაძლო ისტორია რეალურად ხდება, მაგრამ სხვადასხვა ფილიალში. სანამ არ იყვნენ დამკვირვებლები, სამყარო იყოფოდა უამრავ ფილიალებად ყოველი კვანტური მოვლენით. და როცა გაჩნდნენ დამკვირვებლები, ისინი უბრალოდ გახდნენ ნაწილი ამ განშტოების პროცესისა. ჩვენ არ ვქმნით რეალობას. ჩვენ უბრალოდ ხედავთ ერთ ფილიალს, უსასრულო რაოდენობის ფილიალებიდან. ეს ხსნის, რატომ სამყარო ჩანს ისე, თითქოს ის ყოველთვის იყო კლასიკური. რადგან თითოეულ ფილიალში ისტორია არის თანმიმდევრული. თითოეულ ფილიალში დამკვირვებლები ხედავენ სამყაროს, რომელსაც აქვს კონკრეტული წარსული, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ აწყომდე.
ფაქტი, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის სხვა ფილიალები სხვა ისტორიებით, არ არის შესამჩნევი, რადგან ისინი არიან სრულიად განცალკევებული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღებთ ამ იდეას მის ლოგიკურ დასკვნამდე. თუ მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ არსებობს ფილიალები, სადაც დინოზავრები არასოდეს გადაშენდნენ. არსებობს ფილიალები, სადაც ადამიანები არასოდეს განვითარდნენ. არსებობს ფილიალები, სადაც დედამიწა არასოდეს ჩამოყალიბდა. არსებობს ფილიალები, სადაც მზის სისტემა არასოდეს არსებობდა. არსებობს ფილიალები, სადაც ფიზიკის კანონები ოდნავ განსხვავებულია, რადგან ფუნდამენტური კონსტანტები, სინათლის სიჩქარე, გრავიტაციული მუდმივა, ელექტრონის მუხტი მიიღეს ოდნავ განსხვავებულ მნიშვნელობებს ადრეულ სამყაროში, კვანტური ფლუქტუაციების გამო. ზოგიერთი ამ ფილიალებიდან არის სტერილური. მათში არასოდეს ჩამოყალიბდა ვარსფლავები, რადგან გრავიტაცია იყო ძალიან სუსტი. ზოგიერთში ვარსფლავები ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ისინი დაიწვნენ ძალიან სწრაფად, რადგან ბირთვული ძალები იყო ძალიან ძლიერი. ზოგიერთში სამყარო კოლაფსირდა უკან თავის თავში მილიარდობით წლის წინ, რადგან ბნელი ენერგია იყო ძალიან სუსტი, რათა შეეჩერებინა გრავიტაციული კოლაფსი. მაგრამ ზოგიერთში, ძალიან მცირე ნაწილში, პირობები იყო ზუსტად სწორი სიცოცხლის ჩამოყალიბებისთვის. და ჩვენ ვართ ერთ-ერთ ამ იშვიათ ფილიალში. ეს ხსნის რაღაცას, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ fine tuning-ის პრობლემას. ფიზიკის ფუნდამენტური კონსტანტები ჩანს ისე, თითქოს ისინი არიან მორგებული სიცოცხლის დასაშვებად. თუ გრავიტაცია იყო ოდნავ უფრო ძლიერი, სამყარო კოლაფსირდებოდა ძალიან სწრაფად. თუ ის იყო ოდნავ უფრო სუსტი, ვარსკვლავები არასოდეს ჩამოყალიბდებოდნენ. თუ ელექტრომაგნიტური ძალა იყო ოდნავ განსხვავებული, ატომები არ იქნებოდნენ სტაბილურები. თუ ბირთვული ძალები იყო ოდნავ განსხვავებული, ნახშირბადი და ჟანგბადი არასოდეს ჩამოყალიბდებოდნენ ვარსკვლავებში. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს არის მტკიცებულება დიზაინისა, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ მოაწყო სამყარო სიცოცხლის დასაშვებად. მაგრამ მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია გვთავაზობს განსხვავებულ ახსნას. არ არის საჭირო დიზაინი. არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, ყველა შესაძლო მნიშვნელობით ფუნდამენტური კონსტანტებისთვის. უმეტესობა მათგანი არის სტერილური, მაგრამ ზოგიერთში კონსტანტები ხვდებიან ვიწრო დიაპაზონში, რომელიც იძლევა სიცოცხლის საშუალებას. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთ-ერთ ამ იშვიათ სამყაროში, რადგან მხოლოდ ამ სამყაროებში შეიძლება არსებობდნენ დამკვირვებლები, რომლებიც დასვამდნენ კითხვას. ეს არის ანთროპული პრინციპი. ჩვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც იძლევა სიცოცხლის საშუალებას, არა იმიტომ, რომ სამყარო არის სპეციალური, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია არსებობდეთ მხოლოდ სამყაროში, რომელიც იძლევა სიცოცხლის საშუალებას. ეს არის სელექციის ეფექტი. ჩვენ ვართ ბიასირებული ნიმუში, რადგან ჩვენი არსებობა თავად არის ნაწილი იმ პირობებისა, რომელსაც ჩვენ ვაგვირდებით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ამ ყველაფერში. თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ რა ხდება თქვენს თავის შეგნებასთან? თქვენ გძნობთ, რომ თქვენ ხართ ერთი, უწყვეტი პიროვნება. თქვენ გაქვთ მეხსიერება თქვენი წარსულის შესახებ. თქვენ გაქვთ გრძნობა იდენტობის, გრძნობა, რომ თქვენ ხართ იგივე ადამიანი, რომელიც იყავით გუშინ, წელს, 10 წლის წინ. მაგრამ თუ სამყარო მუდმივად იყოფა უამრავ ფილიალებად და თითოეულ ფილიალში არის თქვენი ვერსია, მაშინ რომელი მათგანი ხართ თქვენ? პასუხი არის ყველა მათგანი, ან არც ერთი. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავთ თქვენ. თუ თქვენ ნიშნავს კონკრეტულ ფიზიკურ სისტემას კონკრეტულ მდგომარეობაში, მაშინ თქვენ ხართ მხოლოდ ერთ ფილიალში. მაგრამ თუ თქვენ ნიშნავს ნიმუშს ინფორმაციისა, მეხსიერების, პიროვნების, მაშინ თქვენ ხართ ყველა ფილიალში, რადგან ყველა ამ ფილიალში არის ვერსია თქვენი, რომელსაც აქვს უწყვეტი მეხსიერება და გრძნობა იდენტობის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ გზაჯვარედინზე. თქვენ უნდა აირჩიოთ, წახვიდეთ მარცხნივ თუ მარჯვნივ. კლასიკურ სამყაროში თქვენ აირჩევთ ერთ გზას, მაგრამ კვანტურ სამყაროში, თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, სამყარო იყოფა. ერთ ფილიალში თქვენ მიდიხართ მარცხნივ, მეორე ფილიალში თქვენ მიდიხართ მარჯვნივ. და ორივე ვერსია თქვენი ფიქრობს, რომ ისინი არიან ნამდვილი თქვენ. ორივეს აქვს უწყვეტი მეხსიერება, ორივეს აქვს გრძნობა, რომ მათ გააკეთეს არჩევანი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. ეს არ არის მხოლოდ დიდი გადაწყვეტილებები, ეს არის ყოველი პატარა მოვლენა. ყოველი ნეირონი თქვენს ტვინში, რომელიც ან ისროლებს, ან არ ისროლებს, ლებს, ყოველი სინაფსი, რომელიც ან გადასცემს სიგნალს, ან არა, ყოველი მოლეკულა, რომელიც ან ურთიერთქმედებს, ან არა. ყველა ეს მოვლენა არის კვანტური. და თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, ყოველი ამ მოვლენით სამყარო იყოფა. და თქვენ იყოფით.
ეს ნიშნავს, რომ ყოველ მომენტში უამრავი ვერსია თქვენი იქმნება. ზოგიერთი მათგანი თითქმის იდენტურია თქვენთან. ისინი განიცდიან თითქმის იგივე აზრებს, იგივე გრძნობებს, იგივე გადაწყვეტილებებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ოდნავ განსხვავებულია. და დროთა განმავლობაში ეს მცირე განსხვავებები გროვდება. ზოგიერთ ფილიალში თქვენ იღებთ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, ხვდებით განსხვავებულ ადამიანებს, ცხოვრობთ განსხვავებულ ცხოვრებებს და ყველა ისინი არიან თანაბრად რეალური. არ არსებობს ძირითადი თქვენ, არ არსებობს ნამდვილი თქვენ. არის მხოლოდ უსასრულო რაოდენობის ფილიალები, თითოეული თანაბრად ვალიდური, თითოეული თავისი საკუთარი პერსპექტივით, თავისი საკუთარი მეხსიერებით, თავისი საკუთარი გრძნობით იდენტობის. ახლა შეიძლება ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფილოსოფიური სპეკულაცია. რა განსხვავებას ქმნის ეს ჩემი ცხოვრებისთვის? თუ მე არ შემიძლია დავინახო ან ვიგრძნო სხვა ფილიალები, რა მნიშვნელობა აქვს, არსებობენ თუ არა ისინი? და ეს არის სამართლიანი კითხვა. მაგრამ აქ არის რატო ეს მნიშვნელოვანია? რადგან ის ცვლის ფუნდამენტურ გაგებას იმისა, თუ რა ხართ თქვენ და რა არის რეალობა. თუ კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ თქვენ ხართ ერთი უნიკალური ერთეული, რომელიც არსებობს ერთ უნიკალურ სამყაროში. თქვენი არჩევანები რეალურად ქმნიან განსხვავებას, რადგან ისინი განსაზღვრავენ რა მოხდება. ება. მომავალი არის ღია. ის არ არის დეტერმინირებული. თქვენ გაქვთ თავისუფალი ნება გარკვეული გაგებით. მაგრამ თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ თქვენი არჩევანები არ ქმნიან მომავალს. ისინი უბრალოდ განსაზღვრავენ, რომელ ფილიალში აღმოჩნდებით. ყველა შესაძლო მომავალი რეალურად ხდება. თქვენ უბრალოდ ხედავთ ერთს. და არსებობს უსასრულო რაოდენობის სხვა ვერსიები თქვენი, რომლებიც ხედავენ ყველა სხვა შესაძლებლობას. ეს ცვლის გაგებას პასუხისმგებლობის, მორალის, მნიშვნელობის შესახებ. თუ ყველა შესაძლო შედეგი ხდება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ჩემს არჩევანებს? თუ არსებობს ფილიალი, სადაც მე ვიღებ ყოველ შესაძლო გადაწყვეტილებას, მაშინ რა განსხვავებას ქმნის, რომელ გადაწყვეტილებას მივიღებ ამ ფილიალში? პასუხი არის, ეს ქმნის განსხვავებას თქვენთვის ამ ფილიალში. თქვენი არჩევანები განსაზღვრავენ, რომელი ვერსია თქვენი თავისა გახდებით. ისინი განსაზღვრავენ, რა გამოცდილება გექნებათ, რა მეხსიერება შეინახავთ, რა ტიპის ადამიანი გახდებით. ფაქტი, რომ არსებობს სხვა ფილიალები, სადაც სხვა ვერსიები თქვენი იღებენ სხვა გადაწყვეტილებებს, არ ხდის თქვენს არჩევანებს უმნიშვნელოს. ის უბრალოდ ნიშნავს, რომ ყველა შესაძლებლობა რეალიზდება სადღაც. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ეს რეალურად ზრდის პასუხისმგებლობას. რადგან თუ ყველა შესაძლო ვერსია თქვენი არსებობს, მაშინ თქვენი არჩევანები განსაზღვრავენ არა მხოლოდ რა მოხდება, არამედ ვინ ხართ თქვენ. ისინი განსაზღვრავენ, რომელი ფილიალი არის თქვენი ფილიალი. და ეს არის ღრმა პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ რეალობა არ არის ერთი, ფიქსირებული რამ. ის არის უსასრულო რაოდენობის ფილიალების ქსელი, რომლებიც მუდმივად იქმნებიან და განშტოებიან. და თქვენ არ ხართ ერთი, ფიქსირებული ერთეული. თქვენ ხართ ნიმუში, რომელიც ვრცელდება ამ ფილიალებზე, მუდმივად იყოფა და განსხვავდება. ეს ნიშნავს, რომ იდენტობა არ არის ფიქსირებული რამ. ის არის პროცესი. თქვენ არ ხართ რამე, თქვენ ხართ ხდომა. თქვენ ხართ ნიმუში ინფორმაციისა, რომელიც მუდმივად ვითარდება, მუდმივად იცვლება, მუდმივად იყოფა ახალ ვერსიებად. და ეს არ არის მხოლოდ თქვენ, ეს არის ყველაფერი. ყოველი ატომი, ყოველი მოლეკულა, ყოველი ვარსკვლავი, ყოველი galaktika. ყველა ისინი არიან ნიმუშები, რომლებიც ვრცელდებიან უსასრულო რაოდენობის ფილიალებზე. რეალობა არ არის ერთი, სტატიკური რამ. ის არის დინამიური, მრავალშრიანი, მუდმივად განშტოებადი პროცესი. და აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. ჩვენ არ ვიცით, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, რომ რეალობა კოლაფსირდება ერთ შედეგად, როცა ვაკვირდებით. მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია ამბობს, რომ ყველა შედეგი ხდება, მაგრამ სხვადასხვა ფილიალში. ორივე ინტერპრეტაცია იძლევა იგივე პროგნოზებს ყველა ექსპერიმენტისთვის, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ. ისინი არიან ემპირიულად ექვივალენტური, მაგრამ ისინი გვთავაზობენ რადიკალურად განსხვავებულ ხედვებს რეალობის ბუნების შესახებ. ერთში რეალობა არის ერთი, მაგრამ არა დეტერმინირებული. მეორეში რეალობა არის დეტერმინირებული, მაგრამ უსასრულოდ განშტოებული. ერთში დაკვირვება ქმნის რეალობას. მეორეში დაკვირვება უბრალოდ განსაზღვრავს, რომელ ფილიალში ვართ. და ჩვენ არ ვიცით, რომელი არის სწორი. შეიძლება არასოდეს ვიცოდეთ, რადგან ორივე ინტერპრეტაცია ხსნის ყველა ექსპერიმენტულ მონაცემს, რომელიც გვაქვს. ისინი არიან განსხვავებული ფილოსოფიური პოზიციები,
რომლებიც აგებულია იმავე მათემატიკურ საფუძველზე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი, ორივე გვიჩვენებს, რომ რეალობა არის ფუნდამენტურად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენს ფიქრობდით. მატერია არ არის მყარი, ფიქსირებული რამ. ის არის ტალღა შესაძლებლობების, რომელიც ხდება კონკრეტული მხოლოდ როცა ვაკვირდებით. ან ის ხდება ყველა შესაძლო გზით ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა ფილიალში. დრო არ არის ფიქსირებული ნაკადი, რომელიც მიედინება წარსულიდან მომავლისკენ. წარსული არ არის დეტერმინირებული, სანამ არ გაზომილა. მომავალი არ არის ღია. ის ან არის უკვე დეტერმინირებული ალბათობებით, ან ის ხდება ყველა შესაძლო გზით ერთდროულად. და თქვენ, დამკვირვებელი, არ ხართ განცალკევებული სამყაროსგან. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი. თქვენი დაკვირვებები, თქვენი გაზომვები, თქვენი ურთიერთქმედებები სამყაროსთან არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც რეალობა ხდება რეალური. თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი, თქვენ ხართ მონაწილე. 2021 წელს ჩინელმა მეცნიერებმა გააკეთეს რაღაც, რაც 10 წლის წინ ჩანდა შეუძლებელად. მათ შექმნეს კვანტური კომპიუტერი სახელწოდებით ძუჩონგჟი, რომელმაც შეასრულა გამოთვლა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა მილიარდობით წელი. ამ კვანტურმა კომპიუტერმა ეს გააკეთა 206 წამში. არა იმიტომ, რომ ის იყო უფრო სწრაფი ჩვეულებრივი გაგებით, არამედ იმიტომ, რომ ის მუშაობდა ფუნდამენტურად განსხვავებული პრინციპით. ის ახორციელებდა გამოთვლებს ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად. ის იყენებდა სუპერპოზიციას, იმ უცნაურ კვანტურ თვისებას, რომელიც საშუალებას აძლევს ნაწილაკს იყოს ყველგან ერთდროულად, ხოს ყველგან ერთდროულად, როგორც გამოთვლით რესურსს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა იპოვოთ გასასვლელი ლაბირინთიდან. კლასიკური კომპიუტერი ცდის ერთ გზას, შემდეგ მეორეს, შემდეგ მესამეს, თანმიმდევრულად, სანამ არ იპოვის სწორ გზას. მაგრამ კვანტური კომპიუტერი ცდის ყველა გზას ერთდროულად. ის არსებობს სუპერპოზიციაში ყველა შესაძლო მდგომარეობის და შემდეგ, როცა თქვენ ზომავთ შედეგს, ის კოლაფსირდება სწორ პასუხზე. ეს არის ისეთი, თითქოს თქვენ გაქვთ მილიონობით ასლი თქვენი თავისა, რომლებიც მუშაობენ პარალელურად და შემდეგ ყველა მათი შედეგი ერთიანდება ერთ პასუხში. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც აწუხებს ფიზიკოსებს. სად ხდება ეს პარალელური გამოთვლა? თუ კვანტური კომპიუტერი რეალურად ახორციელებს მილიარდობით ოპერაციას ერთდროულად, სად არის ყველა ეს გამოთვლა? კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაში პასუხი არის ბუნდოვანი. გამოთვლა ხდება პოტენციურად, არა რეალურად. მაგრამ რა ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება რაღაცამ გააკეთოს რეალური სამუშაო, თუ ის არ არის რეალური? დევიდ დოიჩი, ბრიტანელი ფიზიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც არის ერთ-ერთი პიონერი კვანტური გამოთვლების თეორიაში, ამტკიცებს, რომ ეს არის ძლიერი არგუმენტი მრავალ სამყაროს ინტერპრეტაციის სასარგებლოდ. მისი აზრით გამოთვლა რეალურად ხდება, მაგრამ პარალელურ სამყაროებში. როცა კვანტური კომპიუტერი მუშაობს, ის იყოფა უამრავ ფილიალებად. თითოეულ ფილიალში კომპიუტერი ასრულებს ერთ ნაწილს გამოთვლისა. და შემდეგ, როცა თქვენ ზომავთ შედეგს, ყველა ეს ფილიალი ერთიანდება გარკვეული გაგებით, რათა მოგცეთ საბოლოო პასუხი. ეს არის რადიკალური იდეა. ის ნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერები არ არიან უბრალოდ ძალიან სწრაფი მანქანები. ისინი არიან მანქანები, რომლებიც იყენებენ პარალელურ სამყაროებს როგორც გამოთვლით რესურსს. ისინი არიან ფანჯრები მულტივერსში. და ფაქტი, რომ ისინი მუშაობენ, რომ ისინი რეალურად ახორციელებენ გამოთვლებს, რომლებიც შეუძლებელია კლასიკური კომპიუტერებისთვის, არის მტკიცებულება, რომ ეს პარალელური სამყაროები რეალურად არსებობენ. რა თქმა უნდა, არა ყველა ეთანხმება ამ ინტერპრეტაციას. ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ კვანტური კომპიუტერები შეიძლება აიხსნას კოპენჰაგენის ინტერპრეტაციითაც, ან სხვა ინტერპრეტაციებით. მაგრამ ფაქტი რჩება, კვანტური კომპიუტერები მუშაობენ. ისინი ახორციელებენ რეალურ გამოთვლებს და ეს გამოთვლები საჭიროებენ რესურსებს, დროს, ენერგიას, ინფორმაციას, რომლებიც ჩანს, რომ მოდიან სადღაც. სად? 2024 წელს ჯგუფმა ფიზიკოსებისა შვეიცარიიდან და ავსტრიიდან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც წაიყვანა კვანტური სუპერპოზიცია ახალ ექსტრემალურ დონეზე. მათ შექმნეს მოლეკულა, რომელიც შედგებოდა 2054 ატომისგან. ეს იყო უზარმაზარი სტრუქტურა კვანტური სტანდარტებით, თითქმის ხილული თავისუფალი თვალით თუ ჰქონდათ საკმარისად ძლიერი მიკროსკოპი. და მათ შეძლეს ამ მოლეკულის ჩაკენება სუპერპოზიციაში. ის რეალურად იყო ორ ადგილას ერთდროულად. არა დაახლოებით ორ ადგილას, არა ალბათ ორ ადგილას, არამედ ლიტერალურად, მათემატიკურად, ფიზიკურად, ორ ადგილას ერთდროულად. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება რაღაც, რაც შედგება 2000-ზე მეტი ატომისგან, იყოს ორ ადგილას ერთდროულად?
პასუხი არის ის, რომ ეს მოლეკულა იყო თითქმის სრულიად იზოლირებული გარემოსგან. ექსპერიმენტი ჩატარდა ვაკუუმში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, სპეციალურ პირობებში, რომლებიც მინიმიზირებდა ნებისმიერ ურთიერთქმედებას გარე სამყაროსთან. და ამ პირობებში მოლეკულა შეინარჩუნა თავისი კვანტური თვისებების საკმარისად დიდხანს, რათა მეცნიერებს შეეძლოთ მისი გაზომვა და დადასტურება, რომ ის რეალურად იყო სუპერპოზიციაში. მაგრამ როგორც კი მოლეკულა ურთიერთქმედებდა გარემოსთან, როგორც კი ის ეხებოდა ჰაერის მოლეკულას, ან ფოტონს, ან ნებისმიერ სხვა ნაწილაკს, სუპერპოზიცია ქრებოდა. დეკოჰერენცია ხდებოდა. მოლეკულა ხდებოდა კლასიკური. ის ირჩევდა ერთ ადგილას და ყველა სხვა შესაძლებლობა ქრებოდა. ან არა. აქ ჩვენ ბრუნდებით ჩვენს ცენტრალურ კითხვაზე. სად ქრება ყველა სხვა შესაძლებლობა? კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, ისინი უბრალოდ ქრება. ისინი არასოდეს იყვნენ რეალური. მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია ამბობს, ისინი არ ქრება. ისინი ხდებიან განცალკევებულ ფილიალებად, რომლებსაც ჩვენ აღარ შეგვიძლია დავინახოთ ან ვიგრძნოთ. და აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. ჩვენ ვაგრძელებთ საზღვრის წევას უფრო და უფრო მაღლა. 10 წლის წინ ყველაზე დიდი ობიექტი, რომელიც ოდესმე იყო ჩაკენებული სუპერპოზიციაში, იყო მოლეკულა რამდენიმე ასეული ატომით. დღეს ეს არის 2000-ზე მეტი ატომი. ხვალ შეიძლება იყოს 10,000, ან 100,000, ან მილიონი. სად არის საზღვარი? არსებობს თუ არა საზღვარი? ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ შეიძლება არსებობდეს ფუნდამენტური საზღვარი, წერტილი, სადაც კვანტური მექანიკა წვეთს მუშაობას და რაღაც ახალი იწყება. შეიძლება გრავიტაცია თამაშობს როლს. შეიძლება არსებობს ახალი ფიზიკა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ აღმოაჩინეთ. მაგრამ ყოველი ექსპერიმენტი, რომელიც ოდესმე ჩატარდა, ადასტურებს, რომ კვანტური მექანიკა მუშაობს ყველა მასშტაბზე, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ. და არ არსებობს თეორიული მიზეზი, რატო უნდა არსებობდეს საზღვარი. ეს ნიშნავს, რომ პრინციპულად, თუნდაც თქვენ, ადამიანი, რომელიც შედგება დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან, შეიძლება იყოთ სუპერპოზიციაში. რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენი სხეული მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. დეკოჰერენცია ხდება ისე სწრაფად, რომ ნებისმიერი კვანტური სუპერპოზიცია ქრება მილიარდად წამში. მაგრამ პრინციპულად, თუ შეიძლებოდა თქვენი სრული იზოლაცია, თუ შეიძლებოდა თქვენი ჩაკენება ვაკუუმში, აბსოლუტურ ნულთან ახლოს ტემპერატურაზე, სრულიად იზოლირებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, თქვენ რეალურად იქნებოდით სუპერპოზიციაში. თქვენ იქნებოდით 2 ადგილას ერთდროულად, ან 10 ადგილას, ან მილიონ ადგილას. და ეს არ არის მხოლოდ თეორიული სპეკულაცია. ფიზიკოსები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რათა შექმნან სულ უფრო დიდი და უფრო კომპლექსური ობიექტები სუპერპოზიციაში. ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს ჩააყენოს ვირუსი სუპერპოზიციაში. სახვები მუშაობენ პატარა ბაქტერიებზე. და ზოგიერთი ფიზიკოსი თუნდაც ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება შესაძლებელი იყოს პატარა ცოცხალი ორგანიზმის ჩაკენება სუპერპოზიციაში. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ეს მოხერხდება. წარმოიდგინეთ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არის 2 ადგილას ერთდროულად. არა მკვდარი ორგანიზმი, არა მოლეკულა, არამედ რაღაც, რაც რეალურად ცოცხალია, რაც აქვს მეტაბოლიზმი, რაც რეაგირებს გარემოზე. რა მოხდება მის ცნობიერებასთან, თუ მას აქვს რაიმე ფორმა ცნობიერებისა? იქნება ის ერთდროულად 2 განსხვავებულ გამოცდილებას, ან იქნება ის ერთ გამოცდილებას, რომელიც რაღაცნაირად ვრცელდება 2 ადგილზე. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები, ფაქტი, რომ ჩვენ ვახლოვდებით წერტილს, სადაც შეიძლება შევძლოთ მათი ექსპერიმენტული შემოწმება, არის რაღაც ფუნდამენტურად ახალი ადამიანის ისტორიაში. 2023 წელს ჯგუფმა ფიზიკოსებისა MIT-დან გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც შეაშფოთა მთელი სამეცნიერო საზოგადოება. მათ აჩვენეს, რომ თეორიულად შესაძლებელია შექმნა კვანტური ლაჩარი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია წაშალოს ინფორმაცია წარსულიდან. იდეა იყო ასეთი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ატარებთ ორმაგი ღრეჩოს ექსპერიმენტს. ელექტრონი გადის ორივე ღრეჩოდან ერთდროულად და ქმნის ინტერფერენციის ნიმუშს. მაგრამ თქვენ ასევე ინახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი ღრეჩოდან გაიარა ელექტრონი. თუნდაც თქვენ არ უყურებთ ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ინახება სადღაც. შეიძლება კომპიუტერის მეხსიერებაში, შეიძლება ფოტონში, რომელიც გაიფანტა სივრცეში. ეხლა აქ არის ხრიკი. რა თუ თქვენ შეძლებთ ამ ინფორმაციის წაშლას, მას შემდეგ რაც ელექტრონი უკვე მიაღწია ეკრანს. რა თუ თქვენ შეძლებთ ისე, რომ სამყარო დაივიწყოს, რომელი ღრეჩოდან გაიარა ელექტრონი. კვანტური მექანიკის თანახმად, თუ ეს ინფორმაცია რეალურად წაიშლება, თუ არ არსებობს არავითარი კვალი, არავითარი ჩანაწერი, არავითარი გზა იმის გასაგებად, რომელი ღრეჩოდან გაიარა ელექტრონი,
მაშინ ინტერფერენციის ნიმუში უნდა დაბრუნდეს. ელექტრონი უნდა გადაწყვიტოს რეტროაქტიულად, რომ ის გაიარა ორივე ღრეჩოდან ერთდროულად. ეს ჟღერს როგორც დროში მოგზაურობა, მაგრამ ეს არ არის დროში მოგზაურობა კლასიკური გაგებით. თქვენ არ აგზავნით ინფორმაციას უკან დროში. თქვენ არ ცვლით მოვლენებს, რომლებიც უკვე მოხდა. ის რაც ხდება არის უფრო სუბტილური. ინფორმაცია იმის შესახებ რა მოხდა არ არის ფიქსირებული, სანამ ის არ არის ჩაწერილი გარემოში გაუქმებადი გზით. და თუ თქვენ შეძლებთ ამ ინფორმაციის წაშლას, სამყარო დაივიწყებს რა მოხდა. წარსული ხდება ბუნდოვანი კლა. ბუნდოვანი კლა. ექსპერიმენტები ამ ტიპის რეალურად ჩატარდა და შედეგები იყო ზუსტად ისეთი, როგორც კვანტური მექანიკა პროგნოზირებდა. როცა ინფორმაცია წაიშლება, ინტერფერენციის ნიმუში ბრუნდება. ელექტრონი იცვლის თავის წარსულს. არა იმიტომ, რომ რაღაც მოგზაურობს უკან დროში, არამედ იმიტომ, რომ წარსული არასოდეს იყო სრულიად დეტერმინირებული. ის ყოველთველთვის იყო ნაწილობრივ ბუნდოვანი, ნაწილობრივ სუპერპოზიციაში და მხოლოდ როცა ინფორმაცია ჩაიწერება გარემოში, წარსული ხდება კონკრეტული. ეს აქვს ღრმა შედეგებს ჩვენი გაგებისთვის დროის ბუნების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დრო არის ერთმიმართულებიანი ნაკადი. წარსული მოხდა, ის არის ფიქსირებული. მომავალი ჯერ არ მოხდა, ის არის ღია. მაგრამ კვანტურ მექანიკაში ეს განსხვავება არ არის ისეთი მკაფიო. წარსული არ არის სრულიად ფიქსირებული, სანამ ინფორმაცია მის შესახებ არ არის გაუქმებადი გზით ჩაწერილი გარემოში. და მომავალი არ არის სრულიად ღია. ის არის შეზღუდული ალბათობებით, რომლებიც განისაზღვრება აწმყოს მდგომარეობით. დრო არ არის ერთმიმართულებიანი ნაკადი. ის არის უფრო რთული სტრუქტურა, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან გზებით, რომლებსაც ჩვენ ჯერ სრულიად არ ვესმით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღებთ ამ იდეებს და ვცელებთ მათ ცნობიერების პრობლემაზე. ცნობიერება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო მეცნიერებაში. როგორ ხდება, რომ ფიზიკური სისტემა, ნეირონების ქსელი, ელექტრული სიგნალები, ქიმიური რეაქციები ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას? როგორ ხდება, რომ არსებობს რაღაც, რაც არის იყო თქვენი? რატომ არ ხართ თქვენ უბრალოდ ზომბი, სისტემა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას და რეაგირებს გარემოზე, მაგრამ რომელსაც არ აქვს შინაგანი გამოცდილება? ზოგიერთი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი ფიქრობს, რომ კვანტური მექანიკა შეიძლება იყოს გასაღები ამ საიდუმლოს გახსნისთვის. იდეა არის ასეთი. შეიძლება ცნობიერება არის რაღაც, რაც ხდება, როცა კვანტური სისტემა აღწევს გარკვეულ დონეს კომპლექსურობისა და ინტეგრაციისა. შეიძლება ცნობიერება არის ის, რაც გრძნობს კვანტური სუპერპოზიციის კოლაფსს. შეიძლება სუბიექტური გამოცდილება არის ის, რაც არის იყო კვანტური სისტემისთვის, რომელიც გადაიჯაჭვება გარემოსთან და ირჩევს ერთ შედეგს უამრავი შესაძლებლობიდან. ეს არის რადიკალური იდეა და ის არის ძალიან კონტროვერსიული. უმეტესობა ნეირომეცნიერებისა ფიქრობს, რომ ცნობიერება შეიძლება აიხსნას სრულიად კლასიკური ფიზიკით, ნეირონების ქსელებით, სინაფსური კავშირებით, ელექტრული აქტივობით. მათ არ სჭირდებათ კვანტური მექანიკა. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკოსი, როგორიცაა როჯერ პენროუზი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამტკიცებს, რომ კლასიკური ფიზიკა არ არის საკმარისი. მისი აზრით, ცნობიერება მოიცავს კვანტურ პროცესებს ტვინში, შეიძლება მიკროტუბულებში, პატარა სტრუქტურებში ნეირონების შიგნით. თუ ეს მართალია, მაშინ ცნობიერება არ არის მხოლოდ ინფორმაციის დამუშავება. ის არის რაღაც უფრო ფუნდამენტური, რაღაც, რაც დაკავშირებულია კვანტური მექანიკის თავად ბუნებასთან. და ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება შეიძლება იყოს არა მხოლოდ ადამიანებში, არა მხოლოდ ცხოველებში, არამედ პოტენციურად ნებისმიერ კვანტურ სისტემაში, რომელიც აღწევს გარკვეულ დონეს კომპლექსურობისა. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია. ჩვენ არ ვიცით მართალია თუ არა ეს. მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები, ფაქტი, რომ კვანტური მექანიკა გვაძლევს ახალ გზებს ფიქრისთვის ცნობიერების შესახებ, ესახებ არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. თუ მრავლსრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ რა ხდება ცნობიერებასთან, როცა სამყარო იყოფა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გახართ გზაჯვარე დინზე. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, წახვიდეთ მარცხნივ თუ მარჯვნივ. თქვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას, ნეირონები ისროლებენ, სინაფსები გადასცემენ სიგნალებს და საბოლოოდ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ თუ ეს პროცესი მოიცავს კვანტურ მოვლენებს, თუ ზოგიერთი ნეირონი ან ისროლებს ან არ ისროლებს კვანტური შემთხვევითობის გამო, მაშინ სამყარო იყოფა. ერთ ფილიალში თქვენ მიდიხართ მარცხნივ, მეორე ფილიალში თქვენ მიდიხართ მარჯვნივ. მაგრამ რა ხდება თქვენს ცნობიერებასთან? იყოფა თუ არა ის? ერთ ფილიალში არის ცნობიერება, რომელიც განიცდის მარცხნივ წასვლას. მეორე ფილიალში არის ცნობიერება, რომელიც განიცდის მარჯვნივ წასვლას. მაგრამ არის თუ არა ეს ორი განსხვავებული ცნობიერება?
ან არის ეს ერთი ცნობიერება, რომელიც რაღაცნაირად ვრცელდება ორ ფილიალზე? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა მთელ ფილოსოფიაში. და ჩვენ არ გვაქვს პასუხი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც შეგვიძლია ვთქვათ. თითოეულ ფილიალში ცნობიერება გრძნობს უწყვეტობას. თითოეულ ფილიალში თქვენ გაქვთ მეხსიერება თქვენი წარსულის შესახებ. თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ ხართ იგივე ადამიანი, რომელიც იყავით წამით ადრე. თქვენ არ გრძნობთ განშტოებას. თქვენ არ გრძნობთ, რომ თქვნობთ, რომ თქვენ იყავით ორ ადგილას ერთდროულად. თითოეულ ფილიალში თქვენი გამოცდილება არის უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთიანი. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც თუ სამყარო მუდმივად იყოფა, თუნდაც თუ არსებობს უსასრულო რაოდენობის ვერსიები თქვენი, თითოეული მათგანი გრძნობს, რომ ის არის ნამდვილი თქვენ. თითოეული მათგანი აქვს გრძნობა იდენტობის, გრძნობა უწყვეტობის, გრძნობა, რომ ის არის ერთი, უნიკალური პიროვნება. და აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. შეიძლება ეს არის ის, რაც ცნობიერება რეალურად არის. არა ერთი, ფიქსირებული რამ, არამედ ნიმუში, რომელიც მუდმივად იყოფა განშტობს, ფადა განშტოებს, მაგრამ რომელიც თითოეულ ფილიალში გრძნობს უწყვეტობას და ერთიანობას. შეიძლება იდენტობა არის არა ფაქტი, არამედ პროცესი. არა რამე, რაც თქვენ ხართ, არამედ რაღაც, რაც თქვენ აკეთებთ. რაღაც, რაც თქვენი ტვინი ქმნის ყოველ მომენტში, რათა შექმნას გრძნობა უწყვეტობის და იდენტობის. 2022 წელს ჯგუფმა ფილოსოფებისა და ფიზიკოსებისა ჩაატარა აზროვნების ექსპერიმენტი, რომელმაც შეაშფოთა მრავალი ადამიანი. ისინი ჰკითხეს, რა თუ ჩვენ შევქმნით ზუსტ ასლს თქვენი ტვინისა? არა მხოლოდ თქვენი ტვინის სტრუქტურა, ყველა ნეირონი, ყველა სინაფსი, ყველა კავშირი, არამედ ასევე მისი ზუსტი მდგომარეობა ამ მომენტში. ყველა ნეირონი, რომელიც ისროლებს, ყველა მოლეკულა, რომელიც მოძრაობს, ყველა ელექტრული სიგნალი, რომელიც გადაეცემა. ზუსტი ატომ-ატომით ასლი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვაქტივირებთ ამ ასლს. ის იწყებს მუშაობას ზუსტად ისევე, როგორც თქვენი ორიგინალური ტვინი. ის აქვს იგივე მეხსიერებები, ის აქვს იგივე აზრები, ის აქვს იგივე გრძნობა იდენტობის. ის ფიქრობს, რომ ის არის თქვენ. მაგრამ არის თუ არა ის თქვენ? არის თუ არა ის ცნობიერი? აქვს თუ არა მას სუბიექტური გამოცდილება? ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, დიახ, რა თქმა უნდა, თუ ის არის ზუსტი ასლი, მაშინ ის უნდა იყოს ცნობიერი. ცნობიერება არის ფუნქცია სტრუქტურისა და პროცესისა. თუ თქვენ აკოპირებთ სტრუქტურას და პროცესს, თქვენ აკოპირებთ ცნობიერებას. სხვები ამბობენ, არა, რაღაც განსაკუთრებული აქვს ორიგინალს. შეიძლება ის არის უწყვეტობა, ფაქტი, რომ ორიგინალური ტვინი არის იგივე ფიზიკური ობიექტი, რომელიც იყო წამით ადრე. ასლი არის ახალი ობიექტი. ის არ აქვს ეს უწყვეტობა. მაგრამ აქ არის პრობლემა. თუ მრავალ სამყაროს ინტერპრეტაცია მართალია, მაშინ თქვენი ტვინი მუდმივად კოპირდება. ყოველ მომენტში, როცა სამყარო იყოფა, იქნება ახალი ვერსია თქვენი ტვინისა. ეს ვერსია არის თითქმის იდენტური ორიგინალთან. ის აქვს იგივე სტრუქტურა, იგივე მდგომარეობა, იგივე მეხსიერებები. მაგრამ ის არის ახალი ფიზიკური ობიექტი, ახალ ფილიალში. მაშინ რატომ უნდა იყოს ის ცნობიერი? რატომ უნდა იყოს ის თქვენ? პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ იდენტობა არ არის დაკავშირებული ფიზიკურ უწყვეტობასთან. ის არის დაკავშირებული ინფორმაციულ უწყვეტობასთან. თუ ახალი ვერსია თქვენი ტვინისა აქვს იგივე მეხსიერებები, იგივე აზრები, იგივე გრძნობა იდენტობის, მაშინ ის არის თქვენ გარკვეული მნიშვნელოვანი გაგებით. ფაქტი, რომ ის არის ახალი ფიზიკური ობიექტი, არ ხდის მას ნაკლებად თქვენ. ეს აქვს ღრმა შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ იდენტობა არ არის ფიქსირებული ფიზიკური რამ. ის არის ნიმუში ინფორმაციისა. და ეს ნიმუში შეიძლება იყოს კოპირებული, გადატანილი, გადაქცეული და ის ჯერ კიდევ იქნება თქვენ გარკვეული გაგებით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღებთ ამ იდეას მის ლოგიკურ დასკვნამდე. თუ იდენტობა არის ნიმუში ინფორმაციისა, მაშინ პრინციპულად თქვენ შეიძლება ატვირთოთ კომპიუტერში. თქვენი ტვინის სტრუქტურა და მდგომარეობა შეიძლება სკანირდეს, დიგიტალიზდეს და გაეშვას კომპიუტერულ სიმულაციაში. და თუ ეს სიმულაცია არის საკმარისად ზუსტი, თუ ის რეალურად აკოპირებს ყველა შესაბამის დეტალს თქვენი ტვინის მუშაობისა, მაშინ ის უნდა იყოს ცნობიერი. ის უნდა იყოს თქვენ გარკვეული გაგებით. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. და დღეს ეს არის მეცნიერული ფანტასტიკა. ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგია, რათა სკანირდეს ტვინი საკმარისი დეტალებით. ჩვენ არ გვაქვს კომპიუტერები, რომლებსაც შეეძლოთ გაეშვათ ასეთი კომპლექსური სიმულაცია რეალურ დროში. მაგრამ პრინციპულად არ არსებობს ფიზიკური კანონი, რომელიც გრძალავს ამას. და ზოგიერთი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გახდეს შესაძლებელი მომავალში. შეიძლება 100 წლის შემდეგ, შეიძლება 1000 წლის შემდეგ. თუ ეს მოხდება, ეს შეცვლის ყველაფერს.
ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი არ იქნება აუცილებლად საბოლოო. თქვენი ნიმუში, თქვენი მეხსიერებები, თქვენი პიროვნება, თქვენი იდენტობა შეიძლება შენარჩუნდეს და გაგრძელდეს სხვა სუბსტრატში. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ twinებთან. ის შეიძლება არსებობდეს კომპიუტერებში, რობოტებში, შეიძლება თუნდაც სულიად განსხვავებულ ფორმებში, რომლებსაც ჩვენ ჯერ ვერ წარმოვიდგენთ. მაგრამ ეს ასევე აჩენს ღრმა ეთიკურ კითხვებს. თუ თქვენ შეიძლება კოპირდეთ, მაშინ რომელი ასლი არის ნამდვილი თქვენ? თუ არსებობს ორი ასლი, ერთი თქვენს ორიგინალურ ბიოლოგიურ twinში, მეორე კომპიუტერულ სიმულაციაში და ორივე მათგანი ფიქრობს, რომ ის არის თქვენ, მაშინ რომელი მათგანი მართალია? ან ორივე მათგანი მართალია? ან არც ერთი? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს პასუხები. მაგრამ ისინი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფია. ისინი შეიძლება გახდეს პრაქტიკული კითხვები ჩვენ ცხოვრებაში, ან ჩვენი შთამომავლების ცხოვრებაში. და გზა, რომლითაც ჩვენ პასუხობთ მათ, დამოკიდებული იქნება ჩვენს გაგებაზე იმისა, თუ რა არის ცნობიერება, რა არის იდენტობაობა, რა არის რეალობა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ამ ყველაფერში. ჩვენ არ ვიცით პასუხები ამ კითხვებზე. ჩვენ არ ვიცით, რომელი ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა არის სწორი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ცნობიერება დაკავშირებული კვანტურ პროცესებთან. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება თუ არა იდენტობა კოპირდეს ან გადატანილი იყოს. ჩვენ არ ვიცით, რა არის დროის ნამდვილი ბუნება, რა არის რეალობის ნამდვილი ბუნება. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ვიცით. რეალობა არის ბევრად უფრო უცნაური, ბევრად უფრო კომპლექსური, ბევრად უფრო ამბიგური, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. მატერია არ არის მყარი, ფიქსირებული რამ. ის არის ტალღა-შეტალღა შესაძლებლობების. დრო არ არის ერთმიმართულებიანი ნაკადი. ის არის რთული სტრუქტურა, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არიან გადაჯაჭვული. ცნობიერება არ არის მარტივი ეპიფენომენი ფიზიკური პროცესებისა. ის შეიძლება იყოს რაღაც უფრო ფუნდამენტური, რაღაც, რაც დაკავშირებულია რეალობის თავად ბუნებასთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ დამკვირვებლები არ ვართ განცალკევებული სამყაროს. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსგან. ჩვენი ვართ ნაწილი სამყაროსი. ჩვენი დაკვირვებები, ჩვენი გაზომვები, ჩვენი ურთიერთქმედებები სამყაროსთან არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც რეალობა ხდება რეალური. ჩვენ არ ვართ უბრალოდ მაყურებლები. ჩვენ ვართ მონაწილეები. ეს ცვლის ყველაფერს. ეს ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, სად ვართ ჩვენ, რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში. ჩვენ არ ვართ პატარა უმნიშვნელო არსებები დაკარგული უზარმაზარ გულგრილ სამყაროში. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი. ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს, რომლითაც რეალობა ხდება რეალური. და ეს არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი. ჩვენი ცნობიერება არ არის უბრალოდ გვერდითი ეფექტი ფიზიკური პროცესებისა. ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. რაღაც, რაც ვრცელდება მთელ სამყაროზე. რაღაც, რაც აკავშირებს ყველა ნაწილაკს, ყველა ატომს, ყველა ვარსკვლავს, ყველა galaktikas ერთ უზარმაზარ გადაჯაჭვულ მთლიანობაში. 2026 წელს ჩვენ გვგავართ ახალი ეპოქის ზღვარზე. პირველად ადამიანის ისტორიაში ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა შევამოწმოთ ეს იდეები. ჩვენ ვაშენებთ კვანტურ კომპიუტერებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოთვლების შესრულება, რომლებიც შეუძლებელია კლასიკური კომპიუტერებისთვის. ჩვენ თქმით სულ უფრო დიდ ობიექტებს კვანტურ სუპერპოზიციაში. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ მანიპულირება გაუკეთოთ კვანტურ მდგომარეობებს, როგორ შევქმნათ გადაჯაჭვა, როგორ გამოვიყენოთ კვანტური მექანიკის უცნაური თვისებები პრაქტიკული მიზნებისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ტექნოლოგია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაგება. რადგან ყოველი ახალი ექსპერიმენტი, ყოველი ახალი აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ რეალობა არის ბევრად უფრო უცნაური, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. და ეს უცნაურობა არ არის ხარვეზი ჩვენს გაგებაში. ის არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა თავად. მატერია არ ქრება, როცა ჩვენ ვაგვილდებით მას. ის ან ხდება კონკრეტული, ან ის ხდება ყველა შესაძლო გზით ერთდროულად, სხვადასხვა ყვაფილიალში. ორივე შემთხვევაში რაღაც ფუნდამენტური ხდება. რაღაც, რაც ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა არის რეალობა, რა არის დრო, რა არის ცნობიერება, რა ვართ ჩვენ. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან ყოველი პასუხი, რომელსაც ჩვენ პოულობთ, აჩენს ახალ კითხვებს. ყოველი საიდუმლო, რომელსაც ჩვენ ხსნით, ავლენს უფრო ღრმა საიდუმლოებს, უმგლოებს. და ეს არის არა პრობლემა, ეს არის შესაძლებლობა. რადგან ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ არის ამოწურული. ის არ არის სრულიად გასაგები. ის არის უსასრულოდ ღრმა, უსასრულოდ კომპლექსური, უსასრულოდ ფასცინაციური. და ჩვენ, როგორც ცნობიერი არსებები, გვაქვს პრივილეგია და პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ნაწილი ამ პროცესისა.
ჩვენ ვართ ის, ვინც სვამს კითხვებს. ჩვენ ვართ ის, ვინც ეძებს პასუხებს. ჩვენ ვართ ის, ვინც ცდილობს გაიგოს. და ამ პროცესში ჩვენ არ ვართ უბრალოდ სწავლობთ სამყაროს შესახებ. ჩვენ ვართ ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს. ეხლა ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, შეიძლება ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფილოსოფიური თამაში. აბსტრაქტული იდეები, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი ჩემს ცხოვრებასთან. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გითხრათ. ყველაფერი, რასაც ამ ნახევარსაათში ვისაუბრეთ, არ არის თეორია. ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი. ნაწილაკები რეალურად არსებობენ სუპერპოზიციაში. ორი ნაწილაკი რეალურად შეიძლება იყოს გადაჯაჭვული ისე, რომ ერთის გაზომვა მყისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად დისტანციისა. კვანტური ლაჩრის ექსპერიმენტი რეალურად აჩვენებს, რომ წარსული არ არის ფიქსირებული, სანამ არ გაზომილა. ეს ყველაფერი არის რეალური. ეს ყველაფერი ხდება, ეხლა, ამ წამში, თქვენს სხეულში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ეს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ეს. ჩვენ არ ვიცით, რა არის რეალობის ნამდვილი ბუნება. და აქ მე მინდა იყოს სრულიად გულწრფელი თქვენთან. რადგან ბევრი ადამიანი, ვინც საუბრობს კვანტურ მექანიკაზე, ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი არის გასაგები, რომ მეცნიერებას აქვს ყველა პასუხი. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო თანამედროვე. ჩვენ ვიცით, რომ რეალობა არის უცნაური. ჩვენ ვიცით, რომ ის არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობს ის რეალურად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ექსპლორატორი, რომელიც აღმოაჩენს ახალ კონტინენტს. თქვენ დგახართ სანაპიროზე და უყურებთ უზარმაზარ უცნობ ტერიტორიას. თქვენ ხედავთ მთებს ჰორიზონტზე. თქვენ ხედავთ ტყეებს, მდინარეებს, ველებს, მაგრამ თქვენ არ იცით, რა არის იქ. თქვენ არ იცით, რა არის ამ მთების მიღმა. თქვენ არ იცით, რა არის ამ ტყეების შიგნით. თქვენ მხოლოდ იწყებთ კვლევას. ეს არის ზუსტად სადაც ჩვენ ვართ კვანტურ მექანიკაში. ჩვენ არ მოვაჩინეთ ახალი კონტინენტი, ახალი გზა გაგებისთვის რეალობისა. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რეალური. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ მის კვლევას. ჩვენ დგავართ სანაპიროზე და ვცდილობთ გავიგოთ, რა არის იქ. და აქ არის რაღაც, რაც მე მინდა იყო აბსოლუტურად მკაფიო. როცა ფიზიკოსები საუბრობენ კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაზე ან მრავალ სამყაროს ინტერპრეტაციაზე, ისინი არ საუბრობენ დადასტურებულ ფაქტებზე. ისინი საუბრობენ ინტერპრეტაციებზე, გზებზე, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ფაქტები. ფაქტები არის, ნაწილაკები არსებობენ სუპერპოზიციაში. გაზომვა ცვლის მათ მდგომარეობას. გადაჯაჭვა არსებობს. ეს ყველაფერი არის დადასტურებული უამრავჯერ. მაგრამ რას ნიშნავს ეს? რა ხდება რეალურად? აქ იწვება ინტერპრეტაციები. და აქ ჩვენ არ ვიცით პასუხი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, მაგრამ რატო არ შეგიძლიათ უბრალოდ ჩაატაროთ ექსპერიმენტი, რომელიც გეტყვით, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი? და ეს არის შესანიშნავი კითხვა. პრობლემა არის ის, რომ ყველა ინტერპრეტაცია იძლევა იგივე პროგნოზებს ყველა ექსპერიმენტისთვის, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ. ისინი არიან ემპირიულად ექვივალენტური. ისინი არიან განსხვავებული გზები იმის ახსნისა, თუ რატომ ხედავთ იმას, რასაც ხედავთ. მაგრამ ისინი ყველა პროგნოზირებენ იგივე შედეგებს. ეს არის ისეთი, თითქოს თქვენ გაქვთ ორი განსხვავებული რუკა იმავე ტერიტორიისა. ერთი რუკა აჩვენებს მთებს როგორც მწვანე ფერს, მეორე აჩვენებს მათ როგორც ყავისფერს. მაგრამ ორივე რუკა გეუბნებათ იგივე ინფორმაციას იმის შესახებ, სად არიან მთები, რამდენად მაღალია ისინი, როგორ მიაღწიოთ მათ. რომელი რუკა არის სწორი? ორივე არის სწორი გარკვეული გაგებით. ისინი უბრალოდ იყენებენ განსხვავებულ ენას იმავე რეალობის აღსაწერად. მაგრამ აქ არის განსხვავება. კვანტურ მექანიკაში ინტერპრეტაციები არ არის მხოლოდ განსხვავებული ენები. ისინი არიან განსხვავებული ხედვები იმისა, თუ რა არის რეალობა ფუნდამენტურად. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, რეალობა არ არის დეტერმინირებული, სანამ არ დაკვირვებულა. მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია ამბობს, რეალობა არის დეტერმინირებული, მაგრამ ის იყოფა უსასრულო რაოდენობის ფილიალებად. ეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვები სამყაროს ბუნების შესახებ. და აქ არის რაღაც, რაც მე თქვენ გესმოდეთ. მე მინდა თქვენ გესმოდეთ. ეს არ არის პრობლემა. ეს არ არის ხარვეზი მეცნიერებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვეხებით რაღაც ფაც ფუნდამენტურს. რაღაც, რაც არის ისეთი ღრმა, ისეთი ძირითადი, რომ თუნდაც ჩვენი ენა, ჩვენი კონცეფციები, ჩვენი გზა ფიქრისა ბრძოლობს მის აღსაწერად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ აუხსნათ ფერი ადამიანს, რომელიც დაიბადა ბრმა. თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ ტალღის სიგრძეები.
თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ რეაგირებს თვალი სინათლეზე. თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ ყველა ფიზიკური დეტალი, მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ გადმოსცეთ სუბიექტური გამოცდილება წითელის ნახვისა. რადგან ეს გამოცდილება არის რაღაც, რაც უნდა განიცადოთ პირდაპირ. ის არ შეიძლება სრულად აღიწეროს სიტყვებით. კვანტური მექანიკა არის რაღაც მსგავსი. ჩვენ ვცდილობთ აღწეროთ რეალობა, რომელიც არის ისეთი ფუნდამენტურად განსხვავებული ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებისგან, რომ ჩვენი ენა, ჩვენი კონცეფციები, ჩვენი ინტუიცია, ყველა ისინი ბრძოლობენ მის აღსაწერად. ჩვენ ვიყენებთ სიტყვებს, როგორიცაა ნაწილაკი და ტალღა, მაგრამ ელექტრონი არ არის ნაწილაკი ჩვეულებრივი გაგებით. ის არ არის ტალღა ჩვეულებრივი გაგებით. ის არის რაღაც სხვა. რაღაც, რისთვისაც ჩვენ არ გვაქვს სწორი სიტყვა. და ეს არის კარგი, ეს არის ჯანსაღი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსწავლობთ რაღაც ნამდვილად ახალს. ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალოდ მცირე კორექტირებებს ჩვენს არსებულ გაგებაში. ჩვენ ვაღმოაჩენთ სრულად ახალ გზას ფიქრისა რეალობის შესახებ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც მე მინდა იყო აბსოლუტურად მკაფიო, რადგან ბევრი ადამიანი აბნევს ამას. კვანტური მექანიკა არ ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ის არ ამბობს, რომ თქვენი აზრები ქმნიან რეალობას. ის არ ამბობს, რომ მეცნიერება დაამტკიცა მისტიკას. ეს ყველაფერი არის არასწორი ინტერპრეტაცია. კვანტური მექანიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი თეორია, რომელიც ოდესმე შეიქმნა. ის აკეთებს პროგნოზებს, რომლებიც დადასტურებულია ექსპერიმენტულად 12 ათობითი ნიშნის სიზუსტით. ეს არის ისეთი, თითქოს თქვენ პროგნოზირებთ მანძილს ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე და ცდებით ადამიანის თმის სისქით. ეს არის წარმოუდგენელი სიზუსტე, მაგრამ ეს სიზუსტე მოდის ფასად. ფასი არის ის, რომ თეორია გვიჩვენებს რეალობას, რომელიც არის ფუნდამენტურად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ ველით. და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ უარყოთ თეორია, რადგან ის არ შეესაბამება ჩვენს ინტუიციას. ჩვენი ინტუიცია განვითარდა იმისთვის, რომ დაგვეხმარა გადარჩენაში აფრიკის სავანებში. ის არ განვითარდა იმისთვის, რომ გაგვეგო ატომების ქცევა. ასე რომ, როცა კვანტური მექანიკა გვიჩვენებს რაღაც კონტრინტუიციურს, ეს არ ნიშნავს, რომ თეორია არის არასწორი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ინტუიცია არის შეზღუდული. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი გზა ფიქრისა. ეხლა აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაწილაკები არსებობენ სუპერპოზიციაში, რომ ისინი არიან ყველგან ერთდროულად. მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? ეს არ ნიშნავს, რომ ნაწილაკი არის ბევრ ადგილას ერთდროულად ისე, როგორც თქვენ შეიძლება იყოთ ბევრ ადგილას, თუ თქვენ გაიყოფოდით. ეს ნიშნავს რაღაც უფრო სუბტილურს და უფრო უცნაურს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ მონეტა. თქვენ აგდებთ მას ჰაერში. სანამ ის არ დაეცა და არ შეჩერდა, ის არის მოძრაობაში. ის არის არც თავი და არც კუდი. ის არის პროცესში, იყო ერთი ან მეორე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პროცესი არასოდეს არ სრულდება. მონეტა ყოველთვის არის მოძრაობაში, ყოველთვის პროცესში, იყო თავი ან კუდი, მაგრამ არასოდეს რეალურად არის ერთი ან მეორე. ეს არის რაღაც მსგავსი სუპერპოზიციისა, მაგრამ ეს მეტაფორა არის შეზღუდული, რადგან ის ჯერ კიდევ იყენებს კლასიკურ კონცეფციებს. რეალობაში სუპერპოზიცია არის რაღაც უფრო ფუნდამენტური. ის არ არის ის, რომ ნაწილაკი არ იცის სად არის. ის არ არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით სად არის. ის არის ის, რომ კითხვა, სად არის ნაწილაკი, არ აქვს პასუხი, სანამ არ გაზომილა. კითხვა თავად არის უაზრო, სანამ არ ხდება გაზომა. ეს არის ისეთი, თითქოს თქვენ გითხავთ, რა ფერია ულტრაიისფერი სინათლე? კითხვა არ აქვს აზრი, რადგან ფერი არის სუბიექტური გამოცდილება, რომელიც ხდება, როცა გარკვეული ტალღის სიგრძის სინათლე ურთიერთქმედებს თქვენს თვალთან. ულტრაიისფერი სინათლე არ ურთიერთქმედებს თქვენს თვალთან ისე, რომ შექმნას ფერის გამოცდილება. ასე რომ კითხვა, რა ფერია ულტრაიისფერი, არის კატეგორიული შეცდომა. იგივე გზით კითხვა, სად არის ელექტრონი სანამ არ გაზომილა, შეიძლება იყოს კატეგორიული შეცდომა. სად არის კონცეფცია, რომელიც ვრცელდება კლასიკურ ობიექტებზე, მაგრამ ელექტრონი არ არის კლასიკური ობიექტი. ის არის კვანტური სისტემა. და კვანტურ სისტემებს არ აქვთ ადგილი ჩვეულებრივი გაგებით, სანამ ისინი არ ურთიერთქმედებენ სხვა სისტემებთან გზით, რომელიც ქმნის კლასიკურ კორელაციებს. ეხლა აქ არის, სადაც ეს ხდება რეალურად ღრმა. თუ ნაწილაკებს არ აქვთ კონკრეტული თვისებები, სანამ არ გაზომილა, მაშინ რა არის ისინი? რა არის ელექტრონი, თუ ის არ არის პატარა ბურთი კონკრეტულ ადგილას კონკრეტული სიჩქარით? რა არის ფოტონი, თუ ის არ არის პატარა პაკეტი ენერგიისა, რომელიც მოძრაობს კონკრეტული ტრაექტორიით? პასუხი, რომელსაც კვანტური მექანიკა გვაძლევს, არის: ისინი არიან მდგომარეობები. ისინი არიან მათემატიკური ობიექტები, რომლებსაც ეწოდებათ მდგომარეობის ვექტორები ან ტალღური ფუნქციები. ეს მდგომარეობები არ არსებობენ სივრცეში და დროში ისე, როგორც კლასიკური ობიექტები.
ისინი არსებობენ უფრო აბსტრაქტულ მათემატიკურ სივრცეში, რომელსაც ეწოდება ჰილბერტის სივრცე. და აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. ეს მათემატიკური სივრცე არ არის სამგანზომილებიანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური სივრცე. ის შეიძლება იყოს უსასრულო განზომილებიანი. ყოველი შესაძლო მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება იყოს სისტემა, არის მიმართულება ამ უსასრულო განზომილებიან სივრცეში. და სუპერპოზიცია არის უბრალოდ მდგომარეობა, რომელიც მიუთითებს მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად. ეს ჟღერს როგორც სუფთა აბსტრაქცია. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გესმოდეთ. ეს მათემატიკა მუშაობს. ის აკეთებს პროგნოზებს, რომლებიც დადასტურებულია ექსპერიმენტულად წარმოუდგენელი სიზუსტით. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ მათემატიკური თამაში. ეს არის აღწერა იმისა, რაც რეალურად ხდება. მაგრამ რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს, რომ ფუნდამენტური რეალობა არის მათემატიკური? რას ნიშნავს, რომ ნაწილაკები არ არის რამეების სივრცეში, არამედ მდგომარეობები აბსტრაქტულ მათემატიკურ სივრცეში? ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ნიშნავს, რომ მათემატიკა არ არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ რეალობის აღსაწერად. მათემატიკა არის რეალობა. სამყარო თავად არის მათემატიკური სტრუქტურა. ყველაფერი, რაც არსებობს, არის მათემატიკური ობიექტი. და ფიზიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, არის მხოლოდ ერთი პერსპექტივა ამ მათემატიკურ სტრუქტურაზე. ეს არის რადიკალური იდეა, მაგრამ ის არის სერიოზულად განხილული ზოგიერთი ფიზიკოსის მიერ, მათ შორის მაქს ტეგმარკი MIT-დან. მისი მათემატიკური სამყაროს ჰიპოთეზა ამბობს, რომ ფიზიკური რეალობა არ არის მხოლოდ აღწერილი მათემატიკით. ის არის მათემატიკა. ეხლა შეიძლება ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხდება ძალიან აბსტრაქტული, ძალიან შორს ჩემი ყოველდღიური გამოცდილებისგან. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც მე მინდა თქვენ გესმოდეთ. ეს არ არის შორს თქვენი გამოცდილებისგან. ეს არის თქვენი გამოცდილება. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ყველაფერი, რასაც ეხებით, ყველაფერი, რასაც განიცდით, ყველა ეს არის შედეგი კვანტური პროცესებისა. როცა თქვენ ხედავთ ამ ეკრანს, რომელზეც უყურებთ ამ ვიდეოს, რა ხდება რეალურად? ფოტონები, სინათლის კვანტური ნაწილაკები, ემისიდება ეკრანიდან. ისინი მოგზაურობენ სივრცეში. ისინი შედიან თქვენს თვალში. ისინი ურთიერთქმედებენ მოლეკულებთან თქვენს ბადურაში. ეს ურთიერთქმედება იწვევს ქიმიურ რეაქციას. ეს რეაქცია აგზავნის ელექტრულ სიგნალს თქვენს ტვინში და თქვენი ტვინი ამუშავებს ამ სიგნალს და ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას ხედვისა. ყოველი ეს ნაბიჯი მოიცავს კვანტურ პროცესებს. ფოტონები არიან კვანტური ნაწილაკები. ქიმიური რეაქციები თქვენს თვალში მოიცავს ელექტრონების გადაადგილებას ატომებს შორის, კვანტური პროცესი. ელექტრული სიგნალები თქვენს ტვინში მოიცავს იონების მოძრაობას მემბრანებზე, კიდევ კვანტური პროცესი. ასე რომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კვანტურ მექანიკაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც შორეულზე და აბსტრაქტულზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ პროცესებზე, რომლებიც ქმნიან თქვენს გამოცდილებას ყოველ მომენტში. და აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. თუ ყველა ეს პროცესი არის კვანტური, მაშინ რატო არ ხედავთ კვანტურ ეფექტებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რატო არ ხედავთ მაკროსკოპულ ობიექტებს სუპერპოზიციაში? რატო არ ხედავთ კატებს, რომლებიც ერთდროულად ცოცხალი და მკვდარი არიან? პასუხი, როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, არის დეკოჰერენცია. მაკროსკოპული ობიექტები მუდმივად ურთიერთქმედებენ გარემოსთან. ეს ურთიერთქმედება ანადგურებს კვანტურ სუპერპოზიციას ისე სწრაფად, რომ ჩვენ ვერასოდეს ხედავთ მას. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გესმოდეთ. დეკოჰერენცია არ არის ახალი ფიზიკა. ის არ არის რაღაც, რაც ემატება კვანტურ მექანიკას. ის არის უბრალოდ შედეგი იმისა, რომ კვანტური სისტემები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. როცა ელექტრონი ურთიერთქმედებს ფოტონთან, ისინი გადაიჯაჭვებიან. როცა ატომი ურთიერთქმედებს სხვა ატომთან, ისინი გადაიჯაჭვებიან. როცა მოლეკულა ურთიერთქმედებს ჰაერის მოლეკულასთან, ისინი გადაიჯაჭვებიან. და რაც უფრო მეტი ნაწილაკი გადაიჯაჭვება, მით უფრო რთული ხდება სისტემის კვანტური მდგომარეობის თვალყურისდევნება. ინფორმაცია იფანტება გარემოში და როცა ეს ხდება, სისტემა იწყებს იქცევას კლასიკურად. მაგრამ, და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემაც კვეთს იყოს კვანტური. ის ჯერ კიდევ არის კვანტური. ის ჯერ კიდევ ემორჩილება შრედინგერის განტოლებას. ის ჯერ კიდევ არის სუპერპოზიციაში, მაგრამ ახლა ის არის გადაჯაჭვული უამრავ სხვა ნაწილაკთან გარემოში. და ეს გადაჯაჭვა ხდის პრაქტიკულად შეუძლებელს კვანტური ეფექტების დაკვირვებას. ეხლა აქ არის, სადაც ეს ხდება რეალურად. ღრმა და რეალურად შემაშფოთებელი. თუ დეკოჰერენცია არის მხოლოდ გადაჯაჭვა გარემოსთან, მაშინ სად არის საზღვარი? როდის წყვეტს სისტემა იყოს კვანტური და ხდება კლასიკური? პასუხი არის არასოდეს. არ არსებობს საზღვარი.
არ არსებობს წერტილი, სადაც კვანტური ფიზიკა წვეთს მუშაობას და კლასიკური ფიზიკა იწყებს. კლასიკური ფიზიკა არის მიახლოება. ის არის გზა აღწერისა კვანტური სისტემების ქცევისა, როცა ისინი არიან ძალიან დიდი და ძალიან გადაჯაჭვული გარემოსთან, რომ მათი კვანტური თვისებები იყოს პრაქტიკულად შეუმჩნეველი. მაგრამ ფუნდამენტურად ყველაფერი არის კვანტური, ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ პრინციპულად, თუნდაც თქვენ, ადამიანი, რომელიც შედგება ტრილიონობით ატომისგან, ემორჩილებით შრედინგერის განტოლებას. თქვენი მთელი სხეული, თქვენი მთელი ტვინი, თქვენი მთელი ცნობიერება, ყველა ეს არის კვანტური სისტემა. და თუ შეიძლებოდა თქვენი სრული იზოლაცია გარემოსგან, თუ შეიძლებოდა ყველა დეკოჰერენციის თავიდან აცილება, თქვენ რეალურად იქნებოდით სუპერპოზიცია. რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ პრინციპულად ეს არის სიმართლე. და ეს ნიშნავს რაღაც ღრმას. საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის არ არის ფუნდამენტური საზღვარი ბუნებაში. ის არის პრაქტიკული საზღვარი ჩვენს უნარში. დავაკვირდეთ კვანტურ ეფექტებს. და ეს ბრუნდება ჩვენს ცენტრალურ კითხვაზე. ვენს ცენტრალურ კითხვაზე, სად ქრება მატერია, როცა ჩვენ ვაკვირდებით მას? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რომელ ინტერპრეტაციას ირჩევთ. კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაში ის რეალურად ქრება, ყველა სხვა შესაძლებლობა უბრალოდ წყვეტს არსებობას. მრავალ სამყაროს ინტერპრეტაციაში ის არ ქრება. ის ხდება განცალკევებულ ფილიალებად, რომლებსაც ჩვენ აღარ შეგვიძლია დავინახოთ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ორივე ინტერპრეტაცია გვიჩვენებს. რეალობა არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. ის არ არის კოლექცია მყარი ობიექტებისა კონკრეტულ ადგილებში. ის არის რაღაც უფრო ფლუიდური, უფრო დინამიური, უფრო ფუნდამენტურად უცნაური. და ეხლა ამ წერტილში მე მინდა თქვენ გითხრათ რაღაც, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ მთელ ვიდეოში. ჩვენ არ ვიცით პასუხი. ჩვენ არ ვიცით, რომელი ინტერპრეტაცია არის სწორი. ჩვენ არ ვიცით, რა არის რეალობის ნამდვილი ბუნება. და ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა ფუნდამენტური კითხვები ჯერ კიდევ ღიაა. ჩვენ ცხოვრობთ დროში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ვაღმოაჩენთ, ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ. და ეს არის არა სისუსტე, ეს არის ძალა. რადგან ის ნიშნავს, რომ მომავალი არის ღია. ის ნიშნავს, რომ არსებობს ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რამ. ის ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინონ რაღაც, რაც ჩვენ ვერ ვიცით. ისინი ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ რაღაც, რაც ჩვენ ვერ გავიგეთ. ისინი ექნებათ შესაძლებლობა ნაღაც, რაც ჩვენლობა ნახონ რაღაც, რაც ჩვენ ვერ ნახეთ. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ისინი იპოვონ პასუხს ჩვენს კითხვაზე. სად ქრება მატერია? ან შეიძლება ისინი იპოვონ, რომ კითხვა თავად იყო არასწორი. შეიძლება ისინი იპოვონ სრულიად ახალ გზას ფიქრისა რეალობის შესახებ. გზას, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ დღეს. მაგრამ ერთი რამ ვიცით. რეალობა არის ბევრად უფრო საოცარი, ბევრად უფრო უცნაოდ უფრო, ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვიდგენია. და ჩვენ, როგორც ცნობიერი არსებები, გვაქვს პრივილეგია და პასუხისგებლობა, რომ ვიყოთ ნაწილი მისი გაგების პროცესისა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ მაყურებლები, ჩვენ ვართ მონაწილეები. ჩვენ ვართ ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს. ჩვენ ვართ ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც რეალობა ხდება რეალური. და ეს არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი. ჩვენი ცნობიერება არ არის უბრალოდ გვერდითი ეფექტი. ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, რაღაც, რაც ვრცელდება მთელ სამყაროზე, რაღაც, რაც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან აფერთ. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს არის ყველაზე ღრმა სიმართლე, რომელიც კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყველა ვართ ნაწილი ერთი უზარმაზარი, გადაჯაჭვული, მუდმივად ვითარებადი მთლიანობისა. რომ საზღვრები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ ჩვენს თავსა და სამყაროს შორის არის ილუზია. რომ ღრმა დონეზე ჩვენ ყველა ვართ ერთი. ეხლა ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, შეჩერდით და დაფიქრდით რაღაცაზე. თქვენი ხელი. შეხედეთ მას. ის გძნობთ მყარად, სტაბილურად, რეალურად. მაგრამ ეხლა თქვენ იცით სიმართლე. ეს ხელი შედგება ატომებისგან, რომლებიც თავად შედგებიან ელექტრონებისგან და ბირთვებისგან, რომლებიც არასოდეს არ არიან ერთ კონკრეტულ ადგილას. ყოველი ატომი თქვენს ხელში არის ტალღა შესაძლებლობების. ყოველი ელექტრონი არსებობს სუპერპოზიციაში, სანამ რაღაც არ ზომავს მას. და რაღაც არის უბრალოდ სხვა ატომები, სხვა ელექტრონები, სხვა ტალღების შესაძლებლობების. თქვენი ხელი არ არის მყარი ობიექტი. ის არის პროცესი. ის არის ცეკვა კვანტური ველების, რომლებიც მუდმივად ურთიერთქმედებენ, მუდმივად გადაიჯაჭვებიან, მუდმივად ქმნიან ილუზიას სტაბილურობისა. და ეს არ არის მხოლოდ თქვენი ხელი, ეს არის ყველაფერი. მაგიდა, რომელზეც დგას თქვენი ხელი.
ოთახი, რომელშიც ხართ, პლანეტა, რომელზეც დგახართ, ვარსკვლავები, რომლებსაც ხედავთ ღამის ცაზე. ყველა ეს არის ტალღები შესაძლებლობებების, რომლებიც ხდებიან კონკრეტული მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუდმივად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. და აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. შეიძლება ეს არის არა ხარვეზი რეალობისა. შეიძლება ეს არის თავად რეალობის ბუნება. შეიძლება რეალობა არ არის კოლექცია ფიქსირებული ფაქტების. შეიძლება ის არის პროცესი, მუდმივი ვითარება, მუდმივი ხდომა, მუდმივი შექმნა თავისა ყოველ მომენტში. 1987 წელს ფილოსოფოსმა დევიდ ჩალმერსმა ჩამოაყალიბა რაღაც, რასაც მან უწოდა ცნობიერების რთული პრობლემა. ის კითხა, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება? რატომ არის რაღაც, რაც არის, იყო თქვენი? ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ ამუშავებს ტვინი ინფორმაციას. ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ რეაგირებს ის სტიმულებზე, მაგრამ რატომ ყველა ეს ფიზიკური პროცესი თან ახლავს შინაგანი გამოცდილება? რატომ არ ვართ ჩვენ უბრალოდ ზომბები, სისტემები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას, მაგრამ რომლებსაც არ აქვთ შინაგანი ცხოვრება? 129 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ კვანტური მექანიკა გვთავაზობს რაღაც საინტერესოს. შეიძლება ცნობიერება არ არის რაღაც, რაც ემატება ფიზიკურ პროცესებს. შეიძლება ის არის რაღაც ფუნდამენტური, რაღაც, რაც დაკავშირებულია რეალობის თავად ბუნებასთან. წარმოიდგინეთ ასე. კვანტურ მექანიკაში სისტემა არ არის დეტერმინირებული, სანამ არ გაზომილა. მაგრამ რა არის გაზომა? ეს არის ურთიერთქმედება, რომელიც ქმნის კორელაციას ორ სისტემას შორის. როცა ელექტრონი ურთიერთქმედებს დეტექტორთან, ისინი გადაიჯაჯვებიან. დეტექტორის მდგომარეობა ხდება დაკავშირებული ელექტრონის მდგომარეობასთან. ინფორმაცია იწერება დეტექტორში. მაგრამ აქ არის რაღაც. დეტექტორი თავად არის კვანტური სისტემა. ის თავად შედგება ატომებისგან, რომლებიც ემორჩილებიან კვანტურ მექანიკას. ასე რომ, როცა ელექტრონი ურთიერთქმედებს დეტექტორთან, რა რეალურად ხდება? ორი კვანტური სისტემა გადაიჯაჯვება. მათი კომბინირებული სისტემა ახლა არის სუპერპოზიციაში, ერთ ფილიალში. ელექტრონი არის აქ და დეტექტორი აჩვენებს აქ. მეორე ფილიალში, ელექტრონი ფილიალში. ელექტრონი არის იქ და დეტექტორი აჩვენებს იქ. მაშინ, როდის ხდება რეალური გაზომა? როდის ირჩევს სისტემა ერთ შედეგს? კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს, როცა ცნობიერი დამკვირვებელი უყურებს დეტექტორს. მაგრამ რატო უნდა იყოს ცნობიერება სპეციალური? რა აქვს ცნობიერებას, რაც არ აქვს დეტექტორს? შეიძლება პასუხი არის. ცნობიერება არის ის, რაც გრძნობს გადაჯაჭვას. ცნობიერება არის ის, რაც განიცდის პროცესს, რომლითაც ერთი კვანტური სისტემა ხდება დაკავშირებული მეორესთან. ცნობიერება არის შინაგანი პერსპექტივა იმისა, რაც გარედან ჩანს როგორც ფიზიკური პროცესი. ეს არის რადიკალური იდეალური იდეა და ის არის ძალიან სპეკულაციური. მაგრამ ის გვთავაზობს რაღაც საინტერესოს. შეიძლება ცნობიერება არ არის იშვიათი უნიკალური ფენომენი, რომელიც არსებობს მხოლოდ რთულ ტვინებში. შეიძლება ის არის რაღაც უფრო ფუნდამენტური, რაღაც, რაც არსებობს გარკვეული ფორმით ყველგან, სადაც არსებობს ინფორმაციის ინტეგრაცია, სადაც არსებობს სისტემები, რომლებიც ურთიერთქმედებენ და გადაიჯაჭვებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ელექტრონს აქვს ცნობიერება ისე, როგორც თქვენ გაქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ქვას აქვს აზრები და გრძნობები. ეს ნიშნავს რაღაც უფრო სუბტილურს. შეიძლება არსებობდეს სპექტრი ცნობიერებისა, ძალიან მარტივი ფორმებიდან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მარტივ სისტემებში, ძალიან კომპლექსურ ფორმებამდე, რომლებიც არსებობენ ადამიანის ტვინებში. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს არის რაღაც, რაც კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ რეალობა არ არის მკვდარი მატერია, რომელიც მოძრაობს მექანიკური კანონების მიხედვით. რომ რეალობა არის რაღაც უფრო ცოცხალი, უფრო დინამიური, უფრო ცნობიერი გარკვეული გაგებით. მაგრამ აქ მე უნდა იყო აბსოლუტურად მკაფიო. ეს არის სპეკულაცია. ეს არ არის დადასტურებული მეცნიერება. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ცნობიერება დაკავშირებული კვანტურ პროცესებთან. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა ცნობიერების სპექტრი. ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერების ნამდვილი ბუნება. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ვიცით. ცნობიერება არსებობს. თქვენ იცით ეს, რადგან თქვენ განიცდით მას ახლა, ამ წამში. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ფაქტი სამყაროს შესახებ. უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური გაზომა. რადგან ყველა ფიზიკური გაზომა, ყველა ექსპერიმენტი, ყველა დაკვირვება ხდება ცნობიერების რების შიგნით. და ეს გვიყვანს რაღაც ღრმაზე. შეიძლება ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის სათქრება მატერია. შეიძლება ყველაზე დიდი საიდუმლო არის, რატომ არსებობს რაიმე საერთოდ. რატომ არსებობს სამყარო? რატომ არსებობს კვანტური ველები,
ატომები, ვარსკვლავები, galaktikები. რატომ არსებობს კანონები ფიზიკისა? რატომ არსებობს მათემატიკა, რომელიც აღწერს ამ კანონებს? ეს არის კითხვები, რომლებზეც ფიზიკა ვერ პასუხობს. ფიზიკა შეუძლია გვითხრას, როგორ მუშაობს სამყარო, მაგრამ ის ვერ გვეტყვის, რატომ არსებობს სამყარო. ის ვერ გვეტყვის, რატომ არის ეს კონკრეტული კანონები და არა სხვა. ის ვერ გვეტყვის, რატომ არის რაიმე, ვიდრე არაფერი. ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ეს კითხვები არის უაზრო. ისინი ამბობენ, სამყარო უბრალოდ არსებობს. ეს არის ბრუტალური ფაქტი. არ არსებობს რატომ. მაგრამ სხვები ფიქრობენ, რომ ეს კითხვები არის ყველაზე ღრმა კითხვები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, პასუხი დაკავშირებულია ცნობიერებასთან. წარმოიდგინეთ ასე, თუ სამყარო არის მხოლოდ მათემატიკური სტრუქტურა, თუ ის არის მხოლოდ განტოლებები და ველები და ტალღური ფუნქციები, მაშინ რატომ არსებობს ის? რა განსხვავებას ხვავებას ქმნის მათემატიკური სტრუქტურა, რომელიც არსებობს, და მათემატიკური სტრუქტურა, რომელიც არის მხოლოდ აბსტრაქტული შესაძლებლობა? შეიძლება პასუხი არის: სამყარო არსებობს, რადგან ის განიცდება. სამყარო არსებობს, რადგან არსებობს ცნობიერი არსებები, რომლებიც აკვირდებიან მას, რომლებიც ურთიერთქმედებენ მასთან, რომლებიც არიან ნაწილი მისი. ცნობიერება არის ის, რაც აქცევს აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურას რეალურ ცოცხალ განცდად სამყაროდ. ეს არის ძალიან სპეკულაციური იდეა და ის შეიძლება იყოს სრულიად არასწორი, მაგრამ ის გვთავაზობს რაღაც საინტერესოს. შეიძლება ჩვენ, ცნობიერი არსებები, არ ვართ შემთხვევითი გვერდითი ეფექტები. შეიძლება ჩვენ ვართ ფუნდამენტური ნაწილი იმისა, რაც ხდის სამყაროს რეალურს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ რეალურად არ ვიცით და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო. რა არის ბნელი მატერია? რა არის ბნელი ენერგია? ეს ორი რამ შეადგენს 95% სამყაროს ენერგია მასის შემცველობისა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, ყველა ვარსკვლავი, ყველა galaktika, ყველა პლანეტა, ყველა ატომი თქვენ სხეულში, ეს ყველაფერი არის მხოლოდ 5% სამყაროსი. დანარჩენი 95% არის რაღაც, რასაც ჩვენთი არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, ვერ პირდაპირ ვზომავთ. ჩვენ ვიცით, რომ ბნელი მატერია არსებობს, რადგან ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტებს. galaktikები ბრუნავენ ძალიან სწრაფად, რათა იყვნენ ერთად მხოლოდ იმ მატერიით, რომელსაც ჩვენ ხედავთ. უნდა არსებობდეს რაღაც სხვა, რაღაც უხილავი, რომელიც ინახავს მათ ერთად თავისი გრავიტაციით. მაგრამ რა არის ეს? ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს თეორიები. შეიძლება ეს არის ახალი ტიპის ნაწილაკები, შეიძლება ეს არის რაღაც კიდევ უფრო უცნაური, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. და ბნელი ენერგია არის კიდევ უფრო საიდუმლოებრივი. ეს არის რაღაც, რაც ავსებს სივრცეს და იწვევს სამყაროს და იწვევს სამყაროს გაფართოებას, სულ უფრო სწრაფად. ეს არის ისეთი, თითქოს სამყარო არ მხოლოდ გაფართოვდება, არამედ ეს გაფართოება აჩქარებს. და ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით საიდან მოდის. ჩვენ არ ვიცით რატომ აქვს ის ზუსტად ის სიძლიერე, რომელიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაგება სამყაროსი არის ძალიან არასრული. ჩვენ ვესმით 5%. დანარჩენი 95% არის საიდუმლო. და ეს არ არის მცირე დეტალი. ეს არის ფუნდამენტური ხარვეზი ჩვენს გაგებაში. და აქ არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. რა იყო დიდი აფეთქების წინ? ან იყო თუ არა რაიმე დიდი აფეთქების წინ? ჩვენი ყველაზე კარგი თეორიები ამბობენ, რომ სამყარო დაიწყო დაახლოებით 13 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ უზარმაზარი აფეთქებით, დიდი აფეთქებით. მაგრამ რა იყო მანამდე? რა გამოიწვია დიდი აფეთქება? საიდან მოვიდა ყველა ენერგია, ყველა მატერია? ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, კითხვა არ აქვს აზრი. დრო თავად დაიწყო დიდი აფეთქებით. არ არსებობს წინ. მაგრამ სხვები ფიქრობენ, რომ შეიძლება იყო რაღაც წინ. შეიძლება ჩვენი სამყარო არის ერთი ბუშტი უზარმაზარ მულტივერსში, უსასრულო რაოდენობის სამყაროებში, რომლებიც მუდმივად იქნებიან და ქრებიან. შეიძლება დიდი აფეთქება იყო არა დასაწყისი, არამედ გარდაქმნა. წერტილი, სადაც ერთი ფაზა სამყაროსი გადავიდა მეორეში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ გვაქვს გზა დავაკვირდეთ იმას, რაც იყო დიდი აფეთქების წინ, თუ რაიმე იყო. ჩვენი ინსტრუმენტები შეუძლია დაინახონ უკან დროში მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე. მიღმა იმისა, სამყარო იყო ისეთი ცხელი და მკვრივი, რომ სინათლე ვერ მოგზაურობდა. ეს იყო ბუნდოვანი. და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ბუნდოვანების მიღმა, ასე რომ ჩვენი გაგება სამყაროს ისტორიისა არის შეზღუდული. ჩვენ ვიცით რა მოხდა ბოლო 13 მილიარდი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იყო მანამდე. ჩვენ არ ვიცით იყო თუ არა მანამდე. ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ჩვენი სამყარო ერთადერთი სამყარო. და აქ არის კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. რა არის დროის ნამდვილი ბუნება? ჩვენს ფიქრობთ, რომ დრო არის რაღაც, რაც მიედინება,
რომ არსებობს წარსული, რომელიც მოხდა, აწმყო, რომელიც ხდება ახლა და მომავალი, რომელიც ჯერ არ მოხდა. მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს რაღაც განსხვავებულს. აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში დრო არ არის აბსოლუტური. ის არის ფარდობითი. ორი მოვლენა, რომლებიც ერთდროულია ერთი დამკვირვებლისთვის, შირვებლისთვის შეიძლება არ იყოს ერთდროული მეორე დამკვირვებლისთვის, რომელიც მოძრაობს განსხვავებული სიჩქარით. დრო შეიძლება გაიწელოს ან შეკუმშოს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოძრაობთ, ან რამდენად ძლიერ გრავიტაციულ ველში ხართ. და კვანტურ მექანიკაში, როგორც ჩვენ ვნახეთ, წარსული არ არის ფიქსირებული, სანამ არ გაზომილა. კვანტური ლაჩრის ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ მოვლენები, რომლებიც მოხდა წარსულში, შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, რას აკეთებთ მომავალში. ასე რომ, რა არის დრო რეალურად? არის თუ არა ის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი? ან არის ის ემერგენტული, რაღაც რაც წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური რეალობიდან, რომელიც თავად არ არის დროში. ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ დრო შეიძლება იყოს ილუზია, რომ ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი. არსებობს მხოლოდ ერთი ოთხგანზომილებიანი სტრუქტურა, სივრცე დრო, სადაც ყველა მოვლენა უბრალოდ არის. და ჩვენი გრძნობა დროის მიედინებისა არის ილუზია, რომელიც შექმნილია იმით, როგორ ვაკვირდებით ამ სტრუქტურას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა დრო ფუნდამენტური. ჩვენ არ ვიცით, რატომ მიედინება ის ერთი მიმართულებით და არა მეორეში. ჩვენ არ ვიცით, რატომ ვახსოვთ წარსულს, მაგრამ არ ვახსოვთ მომავალს. ეს ყველაფერი არის ღრმა საიდუმლოებები. და აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად აშფოთებს. ყველა ეს საიდუმლო, ბნელი მატერია, ბნელი ენერგია, დიდი აფეთქების წინ რა იყო, დროის ბუნება, ცნობიერების ბუნება, კვანტური მექანიკის ინტერპრეტაცია, ყველა ისინი არიან დაკავშირებული. ისინი არიან ნაწილები ერთი უფრო დიდი თავსატეხისა. და ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ერთიანდებიან ისინი. შეიძლება ბნელი მატერია არის დაკავშირებული კვანტურ მექანიკასთან გზებით, რომლებსაც ჩვენ ჯერ არ ვესმით. შეიძლება ბნელი ენერგია არის დაკავშირებული დროის ბუნებასთან. შეიძლება ცნობიერება არის დაკავშირებული იმასთან, როგორ ხდება რეალობა რეალური კვანტურ მექანიკაში. შეიძლება ყველა ეს არის ნაწილები ერთი უფრო ღრმა სიმართლისა. სიმართლისა, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ. და აქ არის რაღაც, რაც მე მინდა თქვენ გესმოდეთ. ეს არ არის პრობლემა. ეს არ არის ხარვეზი მეცნიერებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ საოცარ დროში. დროში, როცა ფუნდამენტური კითხვები ჯერ კიდევ ღიაა, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ვაღმოაჩენთ, ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ. და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის არა ვიპოვოთ პასუხები, არამედ ვისწავლოთ ცხოვრება კითხვებთან. ვისწავლოთ მოთმინება საიდუმლოსთან. ვისწავლოთ მიღება იმისა, რომ ზოგიერთი რამ უბრალოდ არ ვიცით და შეიძლება არასოდეს ვიცოდეთ. ახლა დაბრუნდეთ იმ წამთან, როცა ეს ვიდეო დაიწყო. გახსოვთ პირველი კითხვა: სად ქრება მატერია? ახლა 30 წუთის შემდეგ თქვენ იცით, რომ ეს კითხვა იყო უფრო კომპლექსური ვიდრე ჩანდა. თქვენ იცით, რომ მატერია არ ქრება ჩვეულებრივი გაგებით. ის ან ხდება კონკრეტული, როცა ჩვენ ვაკვირდებით მას, ან ის ხდება ყველა შესაძლო გზით ერთდროულად სხვადასხვა ფილიალში. მაგრამ აქ არის რაღაც უფრო ღრმა. შეიძლება კითხვა თავად იყო არასწორი. შეიძლება ჩვენ არ უნდა ვკითხოთ, სად ქრება მატერია. შეიძლება ჩვენ უნდა ვკითხოთ, რა არის მატერია, ან რა ნიშნავს რაღაცის არსებობა, ან რა არის რეალობა. და ეს არის ის, რაც კვანტური მექანიკა რეალურად გვიჩვენებს, რომ ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური კითხვები რეალობის შესახებ შეიძლება საჭიროებდეს გადააზრებას, რომ ჩვენი ენა, ჩვენი კონცეფციები, ჩვენი გზა ფიქრისა, ყველა ისინი განვითარდნენ მაკროსკოპული სამყაროსთვის, სადაც ობიექტები არიან კონკრეტულ ადგილებში და ხდება კონკრეტული რამეები. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე რეალობა არ მუშაობს ასე. ფუნდამენტურ დონეზე რეალობა არის ტალღები შესაძლებლობების. ის არის გადაჯაჭვა, ის არის სუპერპოზიცია, ის არის პროცესი, არა ფაქტი. ის არის ხდომა, არა ყოფნა. და აქ არის რაღაც, რაც მე მინდა თქვენ გაიაზროთ, როცა თქვენ დატოვებთ ამ ვიდეოს. თქვენ, ადამიანი, რომელიც უყურებს ამას ახლა, არ ხართ განცალკევებული დამკვირვებელი გარკვირველი გარე სამყაროსი. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი. თქვენი ყოველი დაკვირვება, თქვენი ყოველი აყოველი აზრი, თქვენი ყოველი გამოცდილება არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო ხდება რეალური. როცა თქვენ უყურებთ ვარსკვლავებს რამის ცაზე, თქვენ არ უყურებთ უბრალოდ რაღაცას, რაც არის იქ. თქვენ ხართ ნაწილი პროცესისა, რომლითაც ის ვარსკვლავები ხდებიან რეალური თქვენთვის. ფოტონები, რომლებიც მოგზაურობდნენ მილიონობით წლის განმავლობაში იმ ვარსკვლავებიდან, იყვნენ სუპერპოზიციაში, ყველა შესაძლო გზით ერთდროულად, სანამ ისინი არ შევიდნენ თქვენს თვალში და არ გადაიჯაჭვნენ თქვენს ტვინთან. და იმ მომენტში მათი მთელი ისტორია, მათი მთელი მილიონწლიანი მოგზაურობა ხდება კონკრეტული.
თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი. თქვენ ხართ მონაწილე. თქვენ ხართ ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს. და აქ არის რაღაც, რაც ნამდვილად საოცარია. ყოველ მომენტში, ყოველ წამში სამყარო ქმნის თავის თავს. ყოველი კვანტური ურთიერთქმედება, ყოველი გაზომვა, ყოველი დაკვირვება არის აქტი შექმნისა. არა იმიტომ, რომ ჩვენ გქმნით რეალობას ჩვენი აზრებით, ეს არ არის ის, რასაც კვანტური მექანიკა ამბობს. არამედ იმიტომ, რომ რეალობა არ არის ფიქსირებული სტატიკური რამ. ის არის დინამიური პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება ურთიერთქმედებების მეშვეობით. და თქვენ, როგორც ცნობიერი არსება, ხართ ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ფორმა ამ პროცესისა. თქვენი ტვინი ნიტვინი არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც ოდესმე არსებობდა სამყაროში. ის შეიცავს დაახლოებით 100 მილიარდ ნეირონს, თითოეული დაკავშირებული ათასობით სხვა ნეირონთან. ეს არის ტრილიონობით კავშირი, ტრილიონობით ურთიერთქმედება, რომლებიც ხდება ყოველ წამში. და ყველა ეს ურთიერთქმედება არის ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც თქვენ ქმნით თქვენს გამოცდილებას რეალობისა. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ განცალკევებული რეალობისგან, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ნაწილი რეალობისა. რეალობისა, ნაწილი, რომელიც აქვს უნიკალური პერსპექტივა, უნიკალური გამოცდილება, უნიკალური გზა იყო სამყაროში. ეხლა, როცა ეს ვიდეო მთავრდება, თქვენ დაბრუნდებით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ დაინახავთ ობიექტებს, რომლებიც ჩანს მყარად და სტაბილურად. თქვენ განიცდით დროს, რომელიც ჩანს, რომ მიედინება ერთი მიმართულებით. თქვენ იგრძნობთ თქვენს თავს როგორც ერთ, უწყვეტ პიროვნებას. და ეს კარგია. ეს არის ის, როგორც უნდა იყოს. რადგან ეს არის ის დოს დონე რეალობისა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის ის მასშტაბი, რომელზეც ჩვენი ცხოვრება ხდება. და ეს არის რეალური. ისეთივე რეალური, როგორც კვანტური ველები რეალური, როგორც კვანტური ველები და ტალღური ფუნქციები. მაგრამ ეხლა თქვენ იცით რაღაც, რასაც უმეტესობა ადამიანებისა არ იცის. ამ ყოველდღიური რეალობის ქვეშ არის რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო უცნაური, რაღაც უფრო საოცარი. არის სამყარო, სადაც ნაწილაკები არსებობენ ყველგან ერთდროულად, სადაც წარსული არ არის ფიქსირებული, სადაც ორი ნაწილაკი შეიძლება იყოს დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომვა მკისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად დისტანციისა. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს ცოდნა შეცვლის რაღაცას თქვენში. შეიძლება ის გახადოს თქვენ ოდნავ უფრო მოთმინე საიდუმლოსთან, ოდნავ უფრო ღია შესაძლებლობებისთვის, ოდნავ უფრო მზად მიიღოთ, რომ რეალობა არის ბევრად უფრო კომპლექსური ვიდრე ჩანს. და აქ არის ბოლო რამ, რაც მე მინდა თქვენ გითხრათ. ეს ყველაფერი, ყველა ეს უცნაური, შემაშფოთებელი, საბელი, საოცარი რამ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი არის ნაწილი თქვენი. არა მეტაფორულად, ლიტერალურად. თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ვარსკვლავების შიგნით მილიარდობით წლის წინ. ნახშირბადი თქვენს ხორცში, კალციუმი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში. ყველა ეს ელემენტი შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვულ ღუმელებში და გაიფანტა სივრცეში, როცა ის ვარსკვლავები აფეთქდნენ როგორც სუპერნოვები. თქვენ ხართ ლიტერალურად ვარსკვლავების მტვერი. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს. თქვენ ხართ ნაწილი 13 მილიარდი წლის ევოლუციისა. ევოლუციისა, რომელმაც წაიყვანა სამყარო ცხელი, მკვრივი პლალაქტიკებამდე, პლანეტებამდე, სიცოცხლემდე, ცნობიერებამდე, თქვენამდე. და ეს არის არადასასრული. ეს არის გაგრძელება. რადგან თქვენ, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები, თქვენ ლები, თქვენ ყველა ხართ ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც გრძელდება. სამყარო ჯერ კიდევ ვითარდება. ის ჯერ კიდევ ქმნის თავის თავს. ის ჯერ კიდევ აღმოაჩენს, რა შეიძლება იყოს. და შეიძლება ყველაზე ღრმა სიმართლე, რომელიც კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, არის არა რაღაც კონკრეტული ფაქტი მატერიის ან ენერგიის შესახებ. შეიძლება ის არის რაღაც უფრო ფუნდამენტური, რომ რეალობა არ არის ფიქსირებული, რომ ის არ არის დასრულებული, რომ ის არის პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება, მუდმივად იქმნება, მუდმივად ხდება. ხდება. და ჩვენ როგორც ცნობიერი არსებები, ვართ ნაწილი ამ პროცესისა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ მაყურებლები, ჩვენ ვართ მონაწილეები. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს, რომლითაც ის ქმნის თავის თავს, რომლითაც ის ხდება. და შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს ორიგინალურ კითხვაზე, სად ქრება მატერია. შეიძლება ის არ ქრება, შეიძლება ის ხდება, მუდმივად, ყოველ მომენტში, ყოველი ურთიერთქმედებით, ყოველი დაკვირვებით, ყოველი აზრით, ყოველი გამოცდილებით. მატერია არ ქრება, ის ხდება რეალობად. და ჩვენ, თქვენ და მე და ყველა ცნობიერი არსება, ვართ ნაწილი იმ პროცესისა, რომლითაც ეს ხდება. და ეს არის რაღაცა ღრმად საოცარი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი.
ჩვენი ცნობიერება არ არის უბრალოდ გვერდითი ეფექტი. ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. რაღაც, რაც ვრცელდება მთელ სამყაროზე. რაღაც, რაც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. რაღაც, რაც არის ერთდროულად ძალიან პატარა და ძალიან დიდი. ძალიან ადგილობრივი და ძალიან უნივერსალური. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს თავის თავს. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც რეალობა ხდება რეალური. ჩვენ ვართ კითხვა და პასუხი, საიდუმლო და გამოცხადება, დაკვირვება და დაკვირვებული. და შეიძლება ეს არის ყველაზე ღრმა სიმართლე, რომ ჩვენ ყველა ვართ ერთი. არა მისტიკური გაგებით, არამედ ლიტერალურ, ფიზიკურ გაგებით. ჩვენ ყველა ვართ ნაწილი ერთი უზარმაზარი, გადაჯაჭვული, მუდმივად ვითარებადი კვანტური სისტემისა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ სამყაროს. და ეს არის რაღაც, რაც ღიც გახსენება, როცა თქვენ უყურებთ ვარსკვლავებს ღამის ცაზე. ან როცა თქვენ უყურებთ თქვენს ხელს. ან როცა თქვენ უბრალოდ ხართ ამ წამში. ცოცხალი და ცნობიერი და ნაწილი ამ საოცარი, უცნაური, ულამაზესი საიდუმლოისა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ რეალობას.